მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ უკვე პირდაპირ ეთერში ვართ. ეს ჩემი ცრემლები არ არის პატივცემულებო, კვლავ თბილისში მოთოვა და ჩვენ სტუდიაში, ჩვენ ულამაზე სტუდიას ეს ყველაფერი ძალიან კარგად ეთყობა. თან ესეთი ძალიან საპატივსაცემო სტუმარი გვყავს და ძალიან კარგად დავხვდით, მოსაწმენდი იატაკით და არა, ცოტა რომანტიულია, რატო ესე ვხედავთ და გვაწვიმს, მე მომწონს. ქალბატონი მაია ასათიანი იქნება დღეს ჩვენთან. ქალბატონი არ დამიძახოთ. მაია ასათიანი იქნება დღეს ჩვენთან ერთად და გამარჯობა მეგობრებო. მოგცემს გარკვეულ შენიშვნებს და ასევე არანაირ შენიშვნები არა. ჭერში აკეთეთ ერთადერთი. ანუ სხვა შენიშვნა არ არის. არა, მე მგონია რომ ისე ტელევიზიაში იქნება ნამუშევარი, სადაც შეიძლება წყალით ჩამოსულიყო. ჩამოდიოდა წყალი კი. პრობლემებში ხო გიწევდათ ხოლმე თან ტელევიზიაში. ანუ მე იცი რომელ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა მარტო ერთი არხი რომ იყო და გარედან ნატყუიარები რომ მეტყობოდა 15 წლის ვიყავი ხარა წყლის ზემოდან ჩამოსული წყლის არმეში მაგრამ 20-20 წელს ცოტა საკვირველია მაინც რომ სტუდიაში არა შეიძლება თავზე დაგემხოთ და ამიტომ ჯობია რომ შეაკეთოთ იმათ ეხება სხვადასხვა ეს ლოჯისტიკური მე რომ ყოფილიყო პასუხისმგებელი აქამდე არ მივიყვანდი საქმეს ხა მე ჩემ სტუდიაში არც მაწვიმს და ალბათ უყურეთ გუშინ ჩემ გადაცემას არაჩვეულებრივი სიტუაცია იყო. უბრალოდ ბიჭებს შენიშვნა რა წარმოუდგენელი. რა მინდა გკითხოთ? ვნახე თქვენი გადაცემა. რამდენიმე? ფორმატი არ გკითხო. არა, ფორმატი გაქვთ. ამიტომაც მოვედი. რომ ფორმატი გაქვთ. მე რატო დამპატიჟეთ? ანუ მე რა შუაში ვარ? აი მართლა გულწრფელად მაინტერესებს რატომ მე სანამ გაგცემთ პასუხს რა ფორმატი გვაქვს ჩვენ თვითონაც არ ვიცით მე მგონი ეგ რა თქვენ რა დაინახეთ ეგ საინტერესოა ძალიან ანუ ნახევრად ხუმრობაში ძალიან კარგად ატარებთ და აჩვენებთ სტუმრის სახეს და ეს არის ფორმატი ანუ სხვა პოდკასტებისგან განსხვავებით სადაც არის კითხვა და პასუხი talk show უნდა იყოს show უნდა შეფასდეს აი იმ ხრიდან. აქ არ არის მნიშვნელოვანი შენ რას იკითხავ და მე რას გიპასუხებ. მთავარია ეს კითხვა-პასუხი საინტერესო იყოს აი მესამე თვალით, მაყურებლის თვალით და თქვენ ამას აკეთებთ. ხანდახან ძალიან გვიან იწყებთ ხოლმე და ეს არ მომეწონა. აი ძალიან ბევრს ლაპარაკობთ და მინდება რომ გამოვრთო. ანუ იმავე წამიდან უნდა მოკიდო მაყურებელს ხელი და უთხრა მიყურე. ბევრ ლაპარაკზე შენ რო გიყურებ და מחר შეატყე ალბათ ხო? მაია გვეტყვის ეხა ლაპარაკერა ბალამუტს დავარქევდი მე უფრო. არა, დასაწყისში ლაპარაკი. არა, დასაწყისში ლაპარაკს ვამბობ. ანუ აი ყოფილა შემთხვევები. სახელი გავიხსენო. მარტო ყური არა გაქვს. ანუ ყოფილა შემთხვევა მაგალითად, ანუ მე ისე კი არ მოვსულა, თითქმის ყველა თქვენი გადაცემა ვნახე და რატო? როცა დამპატიჟეთ, ჩამიგდეთ ზვიად ციკოლიასთან ინტერვიუ და ნუ გამოსდილი ჟურნალისტი ეგრევე მიხვდებოდა, რატო გიგდებენ, ხო გადაცემას, ესე იგი ეს ყველაზე კარგია. და ამიტომ ჩამოვყევი და ესე ალაგ-ალაგ ვუყურე. ფორმატი რომ ვნახე, ვიფიქრე რომ მოდი არ წავალ თქო, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს საჯაროდ ხუმრობა ჩემი ამბის მერე და მოგიყვებით ამას თუ გინდათ. მერე ბოლოს ვნახე ნონა გაფრინდაშვილი და კარგი გადაცემა იყო ჭადრაკს რო თამაშობდით მართლა და ვიფიქრე რომ აი ნონა გაფრინდაშვილი დაიჩანხმეს ინტერვიუზე და აი მე ვინ ვარ რომ არ მივიდე თქო. ეგ ორი გადაცემა გვაქვს. საიმიჯო გადაცემები გვაქვს ჩაწერილი. მესამე ეს იქნება. ეს გადაცემის ხაბატონ ნონას არაფერი ჩაუყო. ღირებულებას წევს ზემოთ ეხა. მაიას მოსვლა აქ არის ჩვენთვის ეს არის ანუ უკვე მესამე ვიღაცას ჩაუგდებ რა მაია. რას ქვი არ მოდიხარ. როდესაც ჩაუგდებთ ნონა. ანუ ვარს გეუბნებიან ხოლმე. მიხარია რომ შარლები გაცვიათ. მართლა ყველა გადაცემა ნახე. იმიტომ ეს ხელოდა მაშინ ხანდახან ხოდა ვიცოდე ხა სად მივდივარ, მაგრამ სინამდვილეში როცა ვნახე რიცხვები, მაგიტომ მოვედი. იმიტომ რომ სტაბილურად წერთ 300-ზე მეტს. ერთხელ ყველა დაწერს რეიტინგს, მით უმეტეს YouTube-ის და TikTok-ის პირობებში, ერთხელ
თავარია სტაბილურად რომ წერ რეიტინგს, ეს არის უკვე პროფესიონალიზმი ხო და მოვედი. ეხლა პროფესიონალიზმი და מחარა ერთ წინადადებაში ძალიან საინტერესოა. რატო მოგიწვიეთ მაგ შეკითხვაზე მე მაქვს პასუხი. თქვენ გაქვთ შექმნილი ეპოქა სატელევიზიო, მაშინ როცა მარტო ტელევიზია არსებობდა თან, ან ჩათვალეთ რომ ერთადერთი ის იყო რაღაცა. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ჩვენ სამი US და ჩვენ თაობას და კიდე რამდენიმე თაობას ჩვენ გარდა თქვენ იყავით ერთ-ერთი ის ადამიანი რომელს ყველაზე ყურებადი და უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო თემა არის ალაპარაკო. მე გივისი ხარულზე თქვენგან გავიცანი. მადლობა. არა, ბევრი, არა მარტო გივი, მადლობა. ანუ უძინართამზეს არ უყურებდი ბავშვობაში, ის სულ რეფერენსები მოგაქვს. არ იცოდი? არა. სტაბილური რეიტინგის ამბავი ჩვენ მეორე თქვენ უფრო გეხებათ მე მგონი იქ ხო? ანუ სტაბილურად რეიტინგს და ყველაზე არა, რეიტინგული თქვენ იყო. სტაბილურად 300,000-ზე მეტი გაქვთ. თქვენი გადაცემა იყო ყველაზე რეიტინგული მე ხო, როცა მაბულინგებდნენ და ჩემი ჰეითერები ცდილობდნენ ხოლმე რომ აი რაღაცნაირად წყობიდან გამოვსულიყავი, აი ამბობდნენ რომ ნუ აი ყველა დაწერს მაგ ხელა რეიტინგს. ხო, და მე ეს ჩემამდე მოდიოდა ხოლმე მე ეს ვინ თქვა და ნუ სულ ხუმრობდი ხოლმე რომ აბა დაწერეთ 15 წელი. ხო, ანუ მთავარი არის ჩვევის ჩამოყალიბება, რომ ამადა ამ დღეს, ამადა ამ საათზე შენ დაგელოდოს. ძალიან მიყვარდა იუმორისტულ გადაცემებში სტუმრობა. ვანოს შოუში, კაცებთან, კომედიშიც და ასევე მიყვარდა აი თქვა საახალწლოდ რუსთავიორის ცენტრალურ გადაცემაში და ჩემთანაც ვაწყობდით ხოლმე აი რაღაც ზღაპრულ გარემოს და ასეთ დროს როგორ ხარ იცი, როცა აი საახალწლო გადაცემაზე მუშაობ და გინდა ის დიდმაც ნახოს და პატარამაც ან ეს ხო საოჯახო დღესასწაულია, აი ადამიანს არ გევხარ იმდენი შრომა გიწევს და ჩემთავს უფლებას ვაძლევდი ხოლმე რომ აი ცოტა მემღერა. ნუ დეჩემი რა თქმა უნდა თვლიდა რომ აი 7 წლედი რომ მტანჯა, იმიტომ ღერი ვარ და ვერ უხსნიდი რომ დედა იცი ხა ისეთი აპარატურაა რომ ან 7 წლედის დამსახურება მთლად ეს ღუნახმა არ არის. მაგრამ აი ნუცას მე წლები დამჭირდა. მარინაც მეუბნებოდა ბერიძეც რომელიც აკეთებდა ცენტრალურ საეთეროს, ჩემი სტაფიც მეუბნებოდა რომ აი მოდი იქნებ გადაცემაში განვაახლოთ ეს ტრადიცია. არ გამომდიოდა, არ მინდოდა. და მე ერთენიერ დღეს ჩემთავს უთხარი რომ სხვათ შორის დოი დამეხმარა ძალიან დამაწალა. და ის ბოლოკა რაც არის მე რო თეთრ ციგაზე ვდგევარ და ახალი თეატრის სტაფთან ერთად მღერი აი დაძალებული ამბავია, მაგრამ გამომივიდა. არ გამომივიდა ხუმრობა. ვანომაც დამირეკა, კაცებიც მირეკავდნენ და სულ ამბობდი რომ მიუხედავად იმისა რომ გონი არ მაქვს ცუდი იუმორი. ასე ამბობენ. ვერ მივეცი ჩემთავს ამის უფლება. ხო გონიათ ეხა რომ მე ანუ საცურაო კოსტიუმით დავდივარ და ხო მაბულინგებენ იმის გამო რომ შულს სწორად არ ვგლოვობ. მაგრამ აი არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე და ეხლა უცებ მივხვდი რომ ვარ მსუბუქად და შემიძლია აკყვეთ ხუმრობაში რა. ყოჩახმაია ჩემთავს მინდა უთხრა მადლობა რომ ეს შემაძლებინეთ. მე მგონი კარგია რომ წყალი მოდის. თავი მგონი აი გუდა, თოვლის გუდა აი ეს. მართლა. ამანაც იმოქმედა. ო ძირითადად მე მაწვევს რომ კოლგის მარტო მე ვზივარ, მაგრამ წყალი ბეტონი ხრიტად ხერხავება დღეს ეს სიტუაცია. სპეციფიკებია. ფათაშორის ეს არის ჰოლოგრამა, მე ეს ყველა მიჭირავს. ვითომ ხდება ყველაფერი, რომ რაღაც მხიარული ეფექტი შევქმნათ რა. პროფილი ძალიან დიდი ხანი იყო და გამოვიდა დეპრესიიდან და კოლგით და რითიზის რა. კარგია. ახლა კაცი. ზერ დეპრესიაში რო ძალიან უხდება. შენ დეპრესია არ იცი რა არის, ისეთი მძიმე რაღაცა. არა, იმასაც შფოთიანი ბავშვი არის. მართლა, კარგი, დამირეკეთ ხოლმე და დაგაკვალიანებ. იმიტომ რომ ფოთოლი რომ მომხვდა, მეგონა რომ ესროლეს და რუსთაველზე ხო ხავდი. თქვენც კაი ტრაუმირებული ყოფილხარ. ხო, ამიტომ. ხო, რატომღაც ამაზე დამწვდე ხოლმე. ეხლა მე კი ვიცი მაგრამ მაინც ის არის, ხო, ან მე უცნაური დეპრესიები მაქვს. აი ეგეთი რაღაცა მელანე. ეგ არა არის დეპრესია. სპორტი აშლილობა დამიტკიდა. არა უშავს. მე რაღაცა ჩვენი მე როგორ მაგითი პირიქით ძალიან ვერთობი ხოლმე.
აი ქუჩაში მოხოხიალე მე რომელიც ვიღაც ელოდება ტრანკვილიზატორი უნდა ესროლონ და გათიშონ. ხანდახან სასაცილოა. ეხლა ნამდვილ ამბავს ყვები? ნამდვილ ამბავს გიყვებით კი. რამდენი წლის წინ იყო? 6. ეხლა რატო იტყუები? რა? არა, ხო 6. 10. ბიჭო, რამდენი რა ხანდახან თარიღებს არ ვიმახსოვრე ხო რა ცუდი. მე მქონდა 7 ნოემბრის მერე იარაღიანი და სამხედრო ფორმიანი ადამიანის პათოლოგიური შიში. იმიტომ რომ აი ეს პირველი ტალღა რომელიც შემოვარდა ჩვენ სარდაფში ვიყავი, სადაც იყო ბუფეტი, ავტომატებით იყვნენ და სამხედრო ტანსაცმელი ეცვათ. მაიმას შემდეგ რამდენიმე წელი რო ვხედავდი იარაღიან და სამხედრო ფორმიან ადამიანს, აი ესე უმისამართოდ გავრბოდი. და მე ნელ-ნელა ვიმუშავე ჩემ თავზე და დროც გავიდა. ასე რომ მარტო არ ახარ, ძმაო. იმედში დროების პერიოდია, ხო? დროების პერიოდში, კი. მარიო ჩიმაროსთან თქვენ იყავით, ხო? ეს რა კითხვა ახლა, თქვენ იყავით, ხო? გამოასწორე ახლა. მარიო ჩიმაროსთან რო იყავით რაღაცა ჩასული. საპირეს ხარ გიხარ და მაგიტომ მოამზადა. აი, სანამ ამ წინდებს გადასცემდით. ხო. აი, არ ფიქრობთ რომ ღირს თუ არა, აი, ხო სხვანაირად არ გაიგოს. იცი რა, ძალიან დიდი ხნის მანძილზე მინდოდა ამ ფენომენზე სიუჟეტის გაკეთება. რომ რაღაცა უცხო მხარეში მომხდარი ზღაპრული ამბები ისე ითრევს აქაურ მაყურებელს, რომ სამყაროს წყდება ოღონდ ამ ჩიმაროს უყუროს. მაგრამ მივხვდი, რომ აბსოლუტურად უინტერესო იქნებოდა უბრალოდ 5 და 7 წუთიანი ინტერვიუ მსახიობთან. რომელსაც არც კი იცის რა არის საქართველო და მინდოდა ლინკი ამ ორ სამყაროს შორის რიგით მაყურებელ ქალსა და მარიო ჩიმაროს შორის ამდენი წლის მერე ანუ ძალიან კოლორიტულ პერსონაჟებს ვეძებდი და მითხრეს რომ და თან ფანები უნდა ყოფილიყვნენ მისი ტელესერიალს როგორ უყურებენ ქალბატონები ძალიან ხშირად მოითავებენ თავის საქმეს ერთად იკრიბებიან, ყავას სვამენ და უყურებენ. ეს რიტუალია მათთვის ის 1 საათი თავისი რეკლამით არის მისი საათი. დიასახლისის. და მინდოდა ძალიან კოლორიტული პერსონაჟები. და მითხრეს რომ საგარეჯოშიო 3 ასეთი ქალბატონიაო, ვერ წარმოედგინათ მართლა რომ მე ჩიმარომდე მივიდოდი. ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ანუ ეს მე ვუთხარი, რომ რაღაც გამატანეთ, თქო და თავიდან მატანდნენ რაღაცა დეზოდორანტს და არა, მე ვუთხარი, რაღაცა აი ხო, რაღაც ეგეთი მწვანე დეზოდორანტი იყო. ხო და არა მეთქი რამე უფრო ესეთი პირადი ნივთი გამატანეთ, თქო და წინდები კი არა, აი ნასკები გამატანეს. ხო და ანუ აუცილებლად უნდა გადამეცა. რა თქმა უნდა, ყოყმანი მქონდა საოცარი და უხერხული იყო ძალიან. აი ნაკსოვი წინდა მაინც ყოფილიყო. ქართული ორნამენტებით და რომ რაღაცნაირად ამას შევფუთავდი. ვერანაირად ვერ შევფუთე, იმიტომ რომ აი ლარნახევრიანი წინდა იყო. ხო. მაგრამ ეგ კადრი მახსოვს. ალბათ ეგ კადრი არ ყოფილიყო მაგ მომენტს ვერ დავიგე. ხო და მადლობა რა 20 წლის წინანდელი ჩემი რეპორტაჟი გახსოვთ. იმიტომ რომ ხო მარიო ჩიმაროს ნასკები აჩუქო, მარტივი არ არის მე მგონი. არა, ძალიან გამბედაობა. არა, მაგ მომენტს. თავარი არის მე ეს ამბავი სწორად შეკრა და კარგად მოყვე. მანამდე უთხარით რომ იცი რა ეს სიტუაცია. არა, ინტერვიუს რო ვიღებდით, ანუ ის მოვიდა რაღაცა განსაზღვრული დროით, არა, ნუ ჩავწერეთ ინტერვიუ. და ბოლოს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხო შეიძლებოდა ითქვა რომ ეს რას ვჩუქნი, კარგად იყავი საქართველო. ამიტომ ბოლოს მივეცი. და მე ბოლოს კარგად მიიღო სხვა. ხო ისეთი წინა ტექსტი გაუკეთე რომ ახლა შორეულ ქვეყანაში 3 ქალი ცხოვრობს რომელსაც ის უყვარს და მე ადგა და ჩამეხუტა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა. არ ვიცი, არ მომიკითხავს. არა, კარგი შეფუთვა იყო. ძალიან ოსტატური შეფუთვა იყო ის რომ მე მახსოვს ეს ტექსტი იყო რომ ის ქალბატონები ვინც ამ სერიალს უყურებენ მართლა გონიათ რომ თქვენ აი რაღაცა გლეხი ხართ და არ გაქვთ საშუალება იმიტომ რომ პერსონაჟსა და შორიდან მოვა იყო იმიტომ რომ აშკარად უხერხული იქნებოდა მაგის გაკეთება და გამბედაობას მოითხოვდა ყველა ვარიანტი. მე მქონდა ესეთი შეკითხვა და მე მგონი მაგ შეკითხვას გაიცა პრინციპში პასუხი რა. აი ამ 15 წლის განმავლობაში ბევრი ისტორია გადაგიღიათ ხო ბევრ ადამიანზე და ისტორია უფრო მნიშვნელოვანია თუ შეფუთვა ამ ისტორიის მეთქი ეგ უნდა მეკითხა და მე მგონი უკვე პასუხი გაიცა. არა თუ პროფილზე მეკითხები
შესაბამისობით ისტორიაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ხანდახან ეხა დროებას დაუბრუნდები, როცა შენ თვითონ შეგიძლია შექმნა ისტორია. ოღონდ ანუ ვერაფერს ვერ მოიგონა, ყველაფერი რეალური იყო, ანუ ეს არის ჩვენი საქმის პროფილში, ეს იყო თავი და თავი რესერჩი, მთავარი დასაყრდენი, ძებნა. კარგი ამბების, მაგრამ ცუდმა ჟურნალისტმა შეიძლება ძალიან მაგარი ამბავი გააფუჭოს. მერე უკვე მნიშვნელოვანია ამას როგორ მოყვები, ხო? და ეს რესერჩის უნარი ძალიან დამეხმარა ჩემს ახლანდელ საქმიანობაში უკვე. ახლანდელში არ იცით ბიჭები, ხა რას ვაკეთებ? ისევ ტელევიზიაში გონი ვარ? არა, ტელევიზიაში ვარ ხო? ხო, კაი. მე მეგონა ისევ ტელევიზიაში გეგონეთ. არა. ბოდიშს მოგიხოთ ამ ორი უვიცის გამო და უხელობაში ჩამაგდეს. პროდიუსერი და თანაც წამყაიქავატობა შენს ვითარდებით დელია. აუცილებლად. გაიხარეთ. ტელეგრამი გამოვაწურინებ აი რაც ყავი. ჩემი ბიოგრაფია ასწავლე ზეპირად. აი, კარგი? მახარ რომ მოყვეთ შეგიძლიათ. რა. აუ ყავა მინდა და შენ უფრო გრძელი ხელი გაქვს და მობაწოდე. მადლობა. ზუსტად გძელიანას მეუბნებიან ხოლმე და მე ის არა ქვია რომ მარიო ჩიმაროს თემას რომ ერთი წამი რომ დაუბრუნდეთ. აი ეგ პერიოდი 1 საათი აღნიშნეთ რომ რაღაცა დიასახლის ის გაყოთული დრო იყო. მეც უყურებდი და ანუ ფარული მნება ეხლა ანახი მაქვს რა. ხო, მაგრამ თავარ რეიტინგს წერდნენ და წერენ ქალბატონები მაშინ 40+, ეხლა 55. ხო, აი მაგ თემამ რა, მე მარიო ჩიმარო იყო ყველა სერიალი იყიდეს მარიო ჩიმაროსი საერთოდ, სადაც უთამაშია საერთოდ. მერე ადგა ვიღაცა და სავაში იყიდა და აი ამ ყველაფერმა სატელევიზიო ხო არ დაარტყა ძალიან ტელევიზიას რომ სულ სერიალებად გადაიქცა და მაყურებლისთვისაც არ ამგონია რომ აი გაზრდის კუთხით რომ მაყურებელი გაზარდო ამ დოზით მაგ მოდი მაშინ ახლა გამოდის რომ ლექცია უნდა ჩავატარო, მაგრამ ვიტყვი. მე მაინტერესებს ტელევიზია არ არის გასაზრდელად. ტელევიზია არის გასართობად და ინფორმაციის მისაღებად. რატო არ არის გასაზრდელად? მე გავიზარდე ტელევიზიაზე და ბევრი საინტერესო რამე რომ არ ყოფილიყო. ანუ შენთვის უნდა წაეკითხათ წიგნები, მოეცათ სახატავი ფურცელი, საძერწავი მასალა, ესწავლებინათ ლექსები და ასე გაიზრდებოდი. ტელევიზიით ცუდ სიტყვებს ისწავლიდი. იმიტომ რომ იყო გადაცემები და სერიალები, სადაც ცუდ სიტყვებს ამბობდნენ. კი ბატონო, მაგას არ გულისხმობ. ანუ თუნდაც პროგრამები, საბავშვო პროგრამები ხო იყო ტელევიზორში? საბჭოთა დროს გულისხმობ. საბჭოთა დროს არ ვარ. ხატვასაც გასწავლდნენ იმ ტელევიზორიდან. ტელევიზიამ ხო შეითავსა ეგ ყველა. ტელევიზიის ფუნქცია მისმა დამფუძნებელმა მამებმა, როცა შექმნეს, თქვეს, რომ ეს არის გართობა და ინფორმაციის მიწოდება. გაზრდა სახლში წიგნებთან. დედამ უნდა გაზარდოს ბავშვი. ხომ არ ხო შეითავსა ტელევიზიამ კიდევ ბევრი რამ. ეს არის საბჭოთა მიდგომა. მე მახსოვს ხანდახან ხუმრობ ხოლმე ბრეჟნევის დროს ვარ დაბადებული თქო ხო და ერთხელ ერთი თაყვანისმცემელი მყავდა პატარა ასაკის და ასე უთხარი ბრეჟნევის დროს დავიბადე თქო და მოკვდა სიცილით რაღაც შევს მე უთხარი მართლა ბრეჟნევის დროს დავიბადე თქო ბრეჟნევის დროს ვარ დაბადებული და იყო ხოლმე ტელეგაკვეთილები მაშინ ეთერში თამაზ კვაჭანტირაძე უძღვებოდა მაგალითად ქართულის ტელეგაკვეთილს თუმცა ეს იყო გაკვეთილისთვის ფანტასტიურად მიყავდა ბატონ თამას მაგრამ განათლებას იქიდან ვერ მიიღებდი ნახე მე მაქვს მაგაზე მოსაზრება რა საბჭოთა დროს როცა კონკურენცია არ იყო რა მაშინ შესაძლებელი იყო მსგავსი გადაცემების გაშვება მაგრამ კონკურენცია როგორც კი შემოვიდა ჩემს რეიტინგი რასაც წერს ტელევიზია მაგას უშვებს რა და ლარფზე გადიოდა ხოლმე მე მგონი ზალიკოც იყო ხოლმე ხატვას გასწავლიდა ვიღაც ყველა საშუალება ხო არ აქვს ტელევიზიიდან ბევრი იგებდა ხოლმე ამას გულისხმობს ეს იდეაში ხო არა თუნდაც მულტფილმები მაგალითად ბევრი რაღაცა ტელევიზიაში რო არ ნახებინა ჩემ ბავშვობაში რაც ჩემს გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს სწორი ლიტერატურა ასე ხო ანიმაციური ფილმები უნდა ნახო მაგრამ რა არის ბავშვისთვის ანიმაციური ფილმი გართობა მე პირადად ძალიან ანუ ტომი და ჯერი გართობაა მაგრამ ეხლა აკრძალეს და რატო აკრძალეს იმიტომ რომ ბავშვები ერთმანეთს ფეხებში ჩაქუჩს ურტყავდნენ მე მაგალითად ძალიან მადლიერი ვარ ტელევიზიების რომლებმა ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო მულტფილმი მაჩვენეს რომელსაც ვერ ვნახავდი ვერს აი რა ისწავლე რომელი ანიმაციური ფილმი მაგალითად
ბავშვები 400 მეორე ოთახიდან იყო ესეთი ანიმაციური, რომელსაც რუსთაველი უშვებდა. და ძალიან კარგი გაკვეთილები იყო, ჩადებული ცხოვრებისეული. აი მაგალითად, ავიდე, მასწავლებელი, მაგალითად, აი ონავარ ბავშვებს როგორ ასწავლიდა, რომ ყოფილიყვნენ კარგები. ანუ აი ბევრი ცხოვრებისეული მაგალითი იყო და ეგ ჩემი აზრით დიდი ღირებულებაა, რომელსაც მე პირადად ვიღებ. ვიტყავდნენ და იქ არ უტყავდნენ. ხო და ეგ რო ტელევიზიას არ ექნა. მოდი მე მაინც ჩემ აზრზე დავრჩები და ვიტყვი რომ ანიმაციური ფილმებიც გასართობ ჟანრში ჯდება, ოღონდ საბავშვო ფორმატია. თურქულ სერიალებს რაც შეეხება ძალიან მაღალი იდენტიფიცირების ხარისხია თურქულ სერიალებში. გაგიკვირდებათ და სავაშთან ინტერვიუც მე ჩავწერე. და ერთი ჩვეულებრივი ბიჭია და მახსოვს ქუჩაში როგორ მისდევდნენ ასაკოვანი ქალები, აჩერებდნენ და ჯუჯგნიდნენ ესე. აი, სხვა სიტყვას ვერ ვიტყვი და კისერში კოცნიდნენ. იმიტომ რომ ისინი პერსონაჟს ეფერებოდნენ და თურქულ სერიალში ყველაფერი თითქოს ჩვენ გარემოს გავს. ტანსაცმელი ისეთივე აცვიათ როგორც ჩვენ, იმიტომ რომ თურქულ ბაზარზე ზის ქართული ბაზარი, ხალათიც კი იმ დიასახლის ისეთი აცვია როგორც ფილმში. შინაარსი აქვს ზღაპრის მდიდარი ოჯახი და ღარიბი ოჯახი. კარგი გოგო და კარგი ბიჭი, მაგრამ კარგი გოგო აუცილებლად შავგრემანია, ჩვენსავით შავით მაქვს, ჩვენსავით აგებულება აქვს. ხომ ადრე ხო არ იყო ეგრე, ანუ ადრე რომელ დროს ამბობ? აი თქვენ დროს თუ და თქვენ რო არა, ასე იყო ზუსტად. არა, სერიალები ამ დოზით. იყო. 9 სერიალი გადის ხოლმე დღეში ეხლა. კი, ასე იყო. ასე იყო? ასე იყო. სადღაც 2003-4 წლიდან ასეა. კი. ერთ დღეში 8 სერიალი შეიძლება ყოფილიყო? კი ბატონო, ცენტრალური საინფორმაციო გამოშვების წინ შუაში რეკლამა არ არის და გადადის მერე მაყურებელი ჩართულს ტოვებს იმ არხზე. კარგია ეს? არ არის კარგი. რა უნდა უშველოთ ამას? მე ვთვლი რომ ტელევიზია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გვდომის პროცესშია უბრალოდ ამ მოვლენებმა საქართველოში რაც ხდება ტელევიზიის გვდომა დააჩქარა. ძალიან ბევრი უმუშევარი ჟურნალისტი და ტელემუშაკია უმუშევარი და კიდე დაემატე. ჩვენ ერთ-ერთი ოპერატორი ჩვენთან მუშაობს ოქტოპუსის სხვადასხვა სირბილა ჩვენთან მუშაობს. კიდე სულ ძალიან კარგად გახასიათებთ და კითხულობთ ხოლმე და გვიყვება ხოლმე თქვენზე რაღაც. გული გამითბა. ჩვენ ნებისმიერ მე სიკვდილი გიორგი გაგჭირს. ის არის. მე გიხდით ბოთის არა პროფესიონალებს გამო რომ ტელეფონი ურეკავს გადაცემაში. ნუ რა არის? ჩვენ ვცდილობთ რომ შევიფაროთ ტელევიზიის ხალხი, მაგრამ ეს ეხლა რამდენს შეიფარებთ? ხო. შენ უნდა შეიფარო, ბიჭო, წვიმი. მე თვითონ ვზივარ აქ წვიმაში. არა, ხო, მაგრამ ეს დროებითია. იმდენი ტელევიზიის ხალხი გადმოდის ეხლა. რომ მე ცოტა ეს ცუდად გამომივა, აგრესიულად ვარ ხოლმე განწყობილი. რატო? იმიტომ რომ ჩვენი წესები გვაქვს აქ ეხლა ვინ დაგვეყენა ჩვენ ხო არავინ, მაგრამ ვერ ვიტანთ კრინჯობას და ამ ტელევიზიის ხალხს აი ამიხსენი კარგად კრინჯობას გულისხმობ. აი ეს დავარცხნი ტელევიზიის ხალხი რომ გადმოდის ესე ვეძახით. ანუ მე რო გამოპრანჭული მოვედი, თქვენთან ამას ვერ იტანთ? არა. გადაცემას რომ აი მაგალითად პროფილი რომ გააკეთოთ YouTube-ზე პროფილი ის დრო დამთავრდა, ანუ პროფილი რომ გადმოიტანოს ფილმები YouTube-ზე. ზუსტად ისე. ეს ზუსტად ისე როგორც იქ იყო სატელევიზიო ფორმატში. ეგ გავქრინჯავს და ძალიან არ მოგვეწონა. არა, YouTube-ს თავისი წესები აქვს. აი მაგას ვიტყვი. უბრალოდ იცი რა არის? აი გულახდილად ვიტყვი. ხო თქვი რომ ტელევიზიის გვტომის პროცესია თქო. ქართული YouTube მზად არ ხვდება ამას. რომ მაყურებელი თავისკენ გადმოწიოს. ის ხალხი აქეთ კიდევ წამოვიღო. ის ხალხი, ყოფილი ტელემაყურებლები, მაგალითად, ახალგაზრდები ტელევიზორს არ უყურებენ 40 წლამდე საქმიანი ადამიანებიც ტელევიზორს არ უყურებენ. ტელემაყურებელი დაბერდა და ქართული YouTube ამას მზად არ შეხვდა. ყველგან გადის ერთი და იგივე ფორმატის პოდკასტები. სადაც ერთი და იგივე ადამიანებს უსვამენ ერთი და იგივე კითხვებს და ფორმატი არც ერთს არ აქვს. ვისი ბრალია ეგ იცით? იმიტომ რომ იაფიჯდება და ყველამ ჩათვალა რომ ლაპარაკი შეუძლია. არა, იცი რა, დრო თავისით გაცხრილავს. სუსტები ვერ გადარჩებიან, ძლიერები დარჩებიან. იმედია თქვენ დარჩებით.
იმის როგორ ნასიამოვნებია რო იყურები ყველა მიმიკა აი ესე იყურება რაღაც იმიტომ რომ მოეწონა რომ თვითონ ძლიერებში არის ამ არა ძლიერებში ხართ რა თქმა უნდა ხა სტაბილური ნახვები გაქვთ კიდევ ამბობ პოდკასტების გარდა თუ მიგდევნებია თვალი თქვა სხვადასხვა კონტენტისთვის YouTube-ზე იმიტომ რომ მგონია რომ ხარისხით ბევრმა ძალიან კარგი რაღაცები სამოგზაურო კონტენტი თუ გინახავთ მაგალითად YouTube-ზე დეჩემია მაყურებელი ქართული სამოგზაურო YouTube-ის სახელი აღარ მახსოვს და ეს სირცხვილია, იმიტომ რომ მილიონიანი ნახვები აქვს. ხო და ერთი ვერ ჩაუჯექი, რომ ვუყურო. იმიტომ რომ მაინტერესებს. ნუ არც ისე ძლიერ ვიდეოები აქვს თუ მახარას ვკითხავთ მაგალითად ეხლა და ჩრდილოეთ კორეაში იყო და მაგას რა უნდა, ხო? აბა რა. მახარას აზრით ეს ძალიან იული. გადაღებას რა უნდა. ას ლაპარაკობ, ძალიან იული ვიდეო. ეგეთი იულად გადის ფონს ძირითადად. ჩრდილოეთ კორეა და ანტარქტიდა და. ანუ მივხვდით თქვენ კონკურენტად თვლით მას. არა. YouTube-ში კონკურენცია არ არსებობს. როგორ არ არსებობს? კონკურენციის გარეშე საქმე არ გამოდის. გამოდის და ძალიან კარგად ვახერხებთ ამას. ანუ არის ვინმე ვისაც სტაბილურად თქვენზე მეტი რეიტინგი აქვს? კი. მაგალითად? სტაბილურად? პოდკასტებში? პოდკასტებში არა, მაგრამ სამაგიეროდ სხვადასხვა კონტენტი მილიონებზე ვინც ადის, თქვათ. ხო, აი შესაძლოა მაგალითად ეგეთი კონტენტი ხო და დავეციოთ და გავუსწროთ. აქ ჯდომით წყალი რო გვეწვეთება არ მგონია რომ ხო და მოიფიქრეთ რამე რითიც აჯობებთ. უფრო სტაბილური განვითარება გვაქვს. არა, პოდკასტის და ლაპარაკი მსმენელი ადამიანი უფრო ცოტაა, ვიდრე მოგზაურობის მაყურებელი. ანუ აქ მაყურებელი შოუს უყურებს და გვისმენს. ხო, იმის მაყურებელი გაცილებით ბევრია. ლაპარაკიც უნდა იყოს შოუ. ნუ მაქსიმალურად ვწtildeობ. ეხლა მგონია რომ მასწავლებელი ვარ და რაღაცებს ჩვენ ანუ ძალიან დიდი სიამოვნებით ხო და ვიღებთ. არ მინდა რაღაცა. არა, ჩვენ მაინც არ ვისწავლეთ, მაგა. ხო, არ გინდათ. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო თემებია და ძალიან სწორი უჩი მოსწავლეები ვარ და სწორი არ გინდათ ნუ გინდა. თქვენ რამდენად ეთანხმებით რომ YouTube-ი არ იყო მზად მართლა მისაღებად იმ ხალხის ვინც მაყურებელი ვერ მიიღეთ, ვერ გადმოიყვანეთ. მე ვეთანხმები. ის მაყურებელი თუ არ გინდოდათ ადექით და წადით სახში ნუ აკეთებთ ამ საქმეს. არა, ვინც გვინდა ის კომფორტის ზონაში ვართ რა, აი მარტივად ვთქვათ. ხო. ანუ სხვადასხვანაირი რაღაცის მასალა შესთავაზეთ. ვინც უყურებს და ის მოწონს, მე ფიზიკურად ის არ გადმოსულა ჯერ, ის ტელევიზორს უყურებს. მოდი ესე მაგაზე არ Facebook-ს. გეუნები. აი მაგალითად ეგ ხალხი უფრო Facebook-სია. არა, სერიალის მაყურებელი ხალხი დავივიწყოთ. კი ბატონო. ისინი ჯერ YouTube-ზე არ მოვლენ. აი ვინც დარჩა ტელევიზორის გარეშე, ვინც საინფორმაციო ამბებს გებულობს ტელეფონიდან და არა ტელევიზორიდან, იმიტომ რომ აღარ არის საჭირო. ხო. აი ეგ ხალხი გადმოიყვანეთ YouTube-ზე. არც ხალხი არ გვინდა. არ გინდათ და ნუ გინდათ, კარგი, მომწყინდა უკვე დავიღალე. მორჩა. ტოქსიკურია. არა, აქ მნიშვნელობა როგორია, ის შენი საქმე არ არის როგორია. ხო, მაგრამ აქეთ ნახე, მე ჩვენი კომენტარები ნებისმიერ შემთხვევაში, აი Facebook-ზე თუ გავარდა ვიდეო, ჩვენი კომენტარები ხა რაც არის, იცვლება და ხდება აგრესიული და ბევრად ტოქსიკური. გამარჯობა, ესე იგი წარმატებისთვის მიგიღწევიათ, იმიტომ რომ თუ ყავს ჰეითერები, ესე იგი შედეგი როგორც ჩვენ დავსვით, იცი რომ ჰეითერები არ გყავდეს. მე მგონი არ გამორიცხულია. თუ ყავს ჰეითერი, ესე იგი უკვე წარმატებული ხარ. და ტელევიზიაში როგორ იგებდით ხოლმე ჰეითერებს? ეხა აქ კომენტარებია და ვიგებ. ტელევიზიაში როგორ იგებდით? Facebook-ზე წერდნენ და პროფილის რო დავიწყე, მაშინ საერთოდ არ იყო სოციალური ქსელი. და სადღაც მე-3-4 წელი დაემთხვა Facebook-ის შემოსვლას საქართველოში. და მაშინ ეს ის პერიოდია, როცა მუდმივად წლის პირველ ადგილას გავდივარ. დაიწყო ძალიან აქტიური ბულინგი. ეს როგორი ბულინგი იყო, იცი, მე რო ხვდები, რომ ნაცნობი კოლეგა გიჩალიჩებს და ზუსტად რო იცის სად უნდა დაგარტყას, მაგრამ მე არ ვიყავი მზად, არ ვიცოდი ტროლი და ბოტი რა არის, რომ ერთ ადამიანს 100 აკაუნთის გაკეთება შეუძლია, აი ვის იყო მოძრაობა იყო, კვებით ჩავქოლოთ მაია ასათიანი და ასე შემდეგ. ანუ მე Facebook-ი არ მქონდა, მე იყო ძალიან უყვართ ქართულ კეთილის მსურველებს, რომ შენ თუ ვერ ნახულობ, აუცილებლად უნდა შაგიგდო, ნახე შენზე რას წერენ, ყველა გავაფრთხილე და ყველაზე ცუდია.
ხო რო გბლოკავთ ვინც ამას ჩამიგდებს ეხლა ჩემი წყობიდან გამოყვანა რომელიღაცა კომენტარს ძალიან რთულად შეუძლია ერთადერთი წყობიდან გამოვყევარ როცა ნუცაზე მწერენ რაღაცას ეს იციან ტროლების მეთაურებმა რომ წყობიდან ასე გამოვდივარ და ეხა ამასაც არ ვაქცევ ყურადღებას უბრალოდ ჩემს გლოვაზე და ამას წინათ ფხიარულ ამბავს მოვყვები რომ არ დაგამძიმოთ ტროლების შემოტევა მაქვს და ვერ გავიგე რატომ იტევენ და როგორი ტროლები არიან არა პროფესიონალები ყველა სურათზე და ფოტოზე და ვიდეოზე შედის და შებებერო მეძავო ესე მიწერს და სულ ეს წერია შებებერო ხოდა პირველი რა გავაკეთე იცით წავედი სარკეს ჩავიხედე რომ ბებერი ხო არ ვარ თქო და მე დედაჩემს ურეკავდა და მე მგონი რაღაც მჭირს თქო ესე და ესე მიწერენ თქო და ყველაზე მეტად იცი რა გამიტყდა თქო ამ ორ სიტყვას შორის თქო რომ შებებერო ხო თან ისე მაინც მოქმედ ან იდეაში პრობლემას გაეკეთეთ არა ჩვენს გაურბივართ აი ნახე ქუჩაში რომ მიდიხარ ხო არ ეკითხები შემხვედრ ადამიანს როგორ გამოვიყურები აი ხო არ ეკითხები ხო და აბა ის რატო გიშლის ნერვებს იმისთვის ის მგონია რომ ზოგი ბოტი არ არის და უბრალოდ თვითშეფასებას იმაღლებს ამით აი ვიღაც ცნობილს კი აი მე მაგალითად ამ გადაცემის კომენტარებს არ წავიკითხავ მე მინდა გიჩიოთ რომ წაიკითხო არ მინდა არ წავიკითხავ რატო უნდა გავიფუჭო ხასიათი პირობას გაძლევთ ჩვენ ბაბლი გვყავს ხასიათი არ გაგიფუჭდებათ ცადო პირობას გაძლევთ კარგი რომ თქვენ ხასიათი არ გაგიფუჭდებათ ჰე ბიჭო თქვენ აბა შეგვაჩვენე ჩემი კანტორის ხალხია მოსული რამე კაი რომ დაუკრათ ხა რა არა YouTube აი ბაბლი მაგიტო და კომფორტის ზონაში იმიტომ ვართ რაღაც კუთხით რა რა ყველა გაქებთ ხო აი ჩვენი ხალხი გვყავს ამის იქით გასვლა ეს ჩვენი ხალხი ბევრია შეიძლება და უფრო მეტზე უნდა გაიციო უნდა არ შეგვაგინებენ ხო ძალიან შეგნებული ხალხი კარგ სიტუაციაში ხართ კი ძალიან ვიღაცა მე რო ეს მაგას გეუბნები რომ Facebook-ზე რომ დამედო დედაჩემს მოიკითხავ მე დღემდე არ მაქვს Facebook-ი კარგია ძალიან კარგი ძალიან კარგი Instagram-ი მაქვს მარტო ნეტა მეც ეგრევე ხო თუმცა იქ თუ ვიდეო გავარდა ჩვენი არა არც საგიჟეთი შევიდა. აი, ხდება ხო მაგ კომენტარებს არც მე არ ვკითხულობ TikTok-ზე და Facebook-ზე კომენტარს არ ვკითხ არ ხსნი რა მე თუ ჩანვარ და ხვდები რომ რაღაც ბევრი ნახვა აქვს არ არსებობს რომ თქვენ გავხსნი კაცები ხართ და მე მიწერენ ხოლმე რომ რას დაემსგავსა ეს გოგო რა უქნა თავის თავს დაგვიბრუნეთ 20 წლის წინანდელი აი ასათიანი აი ეგეც უყვართ ხოლმე ძალიან ისე ჩემი ასაკის ქალბატონებს და აი როგორ გავხდე 20 წლის როცა 59 წლის ვარ ეს ერთი და 20 წლის არა მაგრამ აი პროფილი ის დროს დასაწყისში შავგრებანი და ძალიან გამოუცდელი რომ ვარ შავი თმით და ძალიან გამოუცდელი რომ ვარ მაშინ მიწერდ და ნაღირსად პროფილს ლამაზი წამყვანიო მაგათი მოსაწონი ხო ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ხო არა უშავს ის აუ არა წეროდ ნაიკითხონ ხა აი არ მედარდება რესპონდენტებზე ძალიან ბევრი ყოლია და ყველაზე რთული ვინ იყო აი საურთიო ყველაზე რთული არის ტრავმირებული ადამიანის გახსნა რომელიც დაგთანხმდა რომ საჯაროდ ისაუბროს თავის უმძიმეს პრობლემაზე. ჯერ ასეთი ადამიანის პოვნა რთულია, მერე დათანხმება ინტერვიუზე და ნუ აი არ ვიტყვი ხა აქ ანუ აი უმძიმესი ისტორიები გქონია და ძალიან რთულია ამ ადამიანს ისე მიუდგე რომ არ ატკინო რომ გიამბოს. კაი, ცოტა რომ გავახალისოთ გავახალისოთ. არა, მე ცნობილ ადამიანებს მაინტერესებდა, აი მაგალითად გია სურამელაშვილის მოყვანა გვინდა და რამე რჩევები რა შეიძლება რომ ერთი ტრეილერი ვარდი უნდა იყიდოთ. ეგ ხო. მე მომწერა მე რომ მამაო მე წამოიღებო სასმელსო კადრს გარეთ მაგრად დაგაკვალიანებ. მე არ მიყვარს ჩემი სტუმრების განხილვა საჯაროდ. ცოტა ხო. არა, კომუნიკაცია საჯაროდ არ მიყვარს ჩემი სტუმრების განხილვა. განსაკუთრებულად უნდა დახვდეთ. აი. ასე წყალი არ უნდა წვეთავდეს. მე მგონია რომ ყველა გონია გაჩერდი. არა, მე მსიამოვნებს რაღაც აი რომანტიული სიტუაცია ორ მამაკაც შორის ვზივარ, წვიმა მოდის და რა ვიცი. გია იცი რა არის გითხრა რომ დაბადების დღის მერე მოვალო და ეს დაბადების დღე ალბათ 2 თვეა გრძელდება. ვერც ვაწუხებთ.
ხوار შევეკითხე ბატონო. გასწავლით. ხოდოთ. გასწავლით. ესეთი თამაშის იდეა მაქვს რა არ ვიცი რამდენად გამოვა მაგრამ ვიცი რომ სატელევიზიო თამაშები არა YouTube თამაშები არ მიყვარს. არა მარტივი ფორმატია ძალიან ეს ეხა მოვიფიქრე მახარამ რო თქვას სამი ისტორია კალაზე ან ფაქტიან ისტორია და კალამ თქვას მახარაზე სამი ფაქტიან და მე რა ისტორია ვქნა? თქვენ არჩიეთ პროფილის სიუჟეტისთვის რამდენად გამოდგება ის კონკრეტული ისტორია რა კაი. ვინ დაიწყებს მე დავიწყებ. მე დავიწყებ. სამი ისტორია. ხო. მე ძიმეთი დავიწყებ. მე ჩემი ძმა არ მომიხარშავს ქვაბში. ზუსტად ყუილი. არა, ერთ ძმა მოხარშა. ქვაბში, ადუღებულ ქვაბში ჩააგდო თავისი ძმა. მაგით ვთქვი რომ მე ძმა არ მომიხარშავს. გაუაზრებლად, თუმცა იცი წამი უნდა გავარკვიო ეგ კარგად. ხო, კარგად მომიყევი ახლა. რითი ამტკიცებ რომ არა, ვამტკი თვითონვე იტყვის. არა, თვითონ სხვა რამეს ამბობს რა. გაბრალებენ რომ ძმა მოხარში. დაიწვა ბავშვობაში და რატომღაც მე შევმეტენა და ნუ სინამდვილეში რა იყო? დედაჩემს გაუვარდა ცხელი ჩაიდანი და იქ იყო და გადაესხა ჩემს ძმას და ამან ნუ მე შენ რა იკითხე კალას საავადმყოფოში შენ რა იკითხე? რა იკითხე? პატარა ვიყავი რა. არა, რა მშობა რა იკითხე? მეც ზიზღი რო გქონდა რა იკითხე? იცოდე რა იკითხა, მაინტერესებს. წივილი და კივილი რო იყო და ერთი ამბავი დედაჩემთან მივედი და ხელი მქონდა მოტეხილი თანაც და მალე მოკვდება მეთქი ვიკითხე. მოლოდინის რეჟიმში ხო ხდებით ხო ხაბატონო? არა, ეს ისტორია აქვე სრულდება და ხო, რა ვიცი, გავარკვიეთ ყველაფერი. არაფერი. დეპრესიაც კაი ის არის. მოიცა რიგრიგობით ვქნათ მე მგონი ეხლა კალა მოყვეს და ისტორია. ვინ მოიგებს ამ რა მიგვაქვს პროფილში? ჩემზე ფიზიკურად ვერაფერს ვეტყვის, იმიტომ რომ ახმა არა, ფოთები მოყვა, მაგის მოყოლა მინდოდა ახლა. ფოთები ახლა გადაცემის თემა არ არის. შეიძლება იყოს ფოთიანი ინფლუენსერები და შემოვიდეს და შემდეგ ის ფოთიანი ინფლუენსერი გორიდან შემოვა და მოყვება ნეკრესლის ფოტოს როგორ გაურბოდა შუა რუსთაველზე. ეგ არ მიყვირს, იმიტომ რომ ეს მქონია იგივე. აი, პირიქით ახლა არ მიყვირს ეგ. მაიასაც ჭირდა და არ შეიძლება მაგაზე სიცილი. აი? ხო. ბავშვის მოხარშვა ლიდერობს. ძმისა. ძმის მოხარშვა, თან ელოდებოდა. აი ინტერპრეტაცია შეეცვალა ეგრევე. ელოდებოდა ხვაბიდან უნდა სამოტივტივდებოდა, მე უნდა ამოევა. აი რა რეებს ყვებით ღმერთო. აი ხინკალი დაახობთ, ეგ იცოდა. კარგი ახლა. მახარას ბავშვობიდან ალბათ რაიმე თქვენ ესე ზიხართ და ერთმანეთს ბავშვობის ისტორიებს უყვებით? რა გავა? ასე როგორი მეგობრობა გწოდნიათ? მახარ მაგალითად საავადმყოფოს ზარცვავდნენ ხოლმე ძალიან ხშირად ბავშვობაში გორში. ეგ არ შეიძლება. რატო ძარცვავდით? ალუმინი და სპილენძი იყო. ძიმე ბავშვობა. ამაზეც გავაკეთებდი. დროებაში ესეც სიუჟეტებს ვაკეთებდი. უნდა ავირჩიოთ ერთი არა, მოხარშვა. არა, ალუმინს ავირჩე. ალუმინს ავირჩე. რატო? რეიტინგს ხო მოხარშვა დაწერს. ნუ იეჭვიანა 3 წლის ბავშვმა და მეტი არაფერი. ანუ არ მოუხარშია სინამდვილეში. შემთხვევითობა იყო. და შენ წაგიყვანდი იმ ადგილას. რომი დიხარ? წავიგე მე და ხერო მივდივარ და ის დაცვა რო არის ისევ იქ თანამშრომელი არა, და მარტო მიდიხარ და უცებ აღმოვაჩენთ, რომ ეხა იქ სხვა ბავშვები არიან და ისევ ალუმინს ეხა აგროვებენ. იქ გორის უკვე ჰოსპიტალია. პოლიტიკური ამბავი გამოდის. არა, ალუმინის შეგროვება გაცილებით კეთილად ჟღერს რა. ეს საავადმყოფოში შეპარვა და ლატუნის ქვაბების და აი რაღაცა სახარში ქვაბი იყო. ხო, სახარში ქვაბები. მაგების მოპარვა. მაშინ მელაძის შაბათში უნდა მოხდეთ ორივე. იმიტომ რომ საავადმყოფო და რაღაცა ორივე, ანუ რა, ერთი მკვლელი ხარ და მეორე ქურდი. ხო და ჩემთან არა, მარიამ გაფრინდაშვილმა უნდა გააკეთოს სიუჟეტი ორივეზე. თუ რამეს არ უნდა შეეხოს ადამიანი რაღაც იპარავს, ალბათ არის პირველი ერთ-ერთი საავადმყოფო, იმიტომ რომ ისეთი დაწესებული. უნდა კიდე კაი სამშობია რო არ იყო. კაცმა არ იცის. აი ეგეც გასარკვევია. მაშინ ეგეთი დრო იყო. რამდენი წლის ხარ? 33. შენივრად გამოიყურები კი. მადლობა. მე უფრო დიდი მეკონე. ბიჭო, საკუთარ ასაკს რატო ვერ არტყავ ვერასდროს? რატო? 33-ს არ ვარ? ზოგადი მიმოხილვა რო გააკეთოთ პოდკასტების გარდა, პოდკასტები დავიწყოთ. აი ზოგადი მიმოხილვა როგორ ვითარდება, ნუ ბევრიაო და ფიზიკურად ვერ განიხილავს ამ. არა, ყველას კი არა, უბრალოდ რა პრობლემატიკაა პოდკასტებში და ინტერვიუებში რა არ მოგწონთ.
მე არ მიყვარს და რახან ადამიანმა თავის თავზე აიღო რომ რაღაც გადაცემა მიყავს ის უკვე ჩემი კოლეგაა საჯაროდ არ მიყვარს ჩემს კოლეგებზე თქმა რომ ეს არის სწორი და ეს არის არასწორი არ გამოდის ლამაზად ჩემი თაობა როდესაც ტელევიზიაში მივიდა და ჩვენ ყველამ ძალიან პატარებმა დავიწყეთ იქ დაგხვდა ძველი საბჭოთა გვარდია და ძალიან მწარედ მახსოვს რომელიც მერე ჩემმა თაობამ ჩაანაცვლა ძალიან კარგად მახსოვს როგორ ლანძღავდა 1-2 ცნობილი არა კადრს გარეთ მყოფი ადამიანი ახალგაზრდებს და აი იმდენ საძაგლურად ნათქვამ შენიშვნას აკეთებდა ისეთ საძაგელ სიტყვებს ეძახდა ახალგაზრდა ჟურნალისტებს რომ აი გული გიკვდებოდა არა და ახალგაზრდა ხო იმისთვის არის რომ შეეშალოს საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, წაიქცეს, მუხლი გადაიტყაოს და ჩვენ ესე ვისწავლეთ, არავის არ უსწავლებია. ამიტომ ეხლა მე არ ვიქნები სწორი ერთხელ ჩემთვის აი ხო ყავს ჟურნალისტი რომელიც მოგწონს. და აი პროფილის პიკია ჩემზე არის 20-30 წლით უფროსი და ძალიან მომწონდა ეს ჟურნალისტი და Facebook-ზე უცებ იდება ვიდეო, სადაც ჩემზე ლაპარაკობს, მე მასთან მიმუშავია. მე მისი გადაცემისთვის სიუჟეტები მეკეთებია 20 წლისას. ზუსტად იცის როგორი ვარ, პირველად ყვები ამ ისტორიას. და ჩემზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ისეთი უწიგნურობა. აი ზუსტად ამ სიტყვებით ამბობდა. არა და მან ზუსტად იცოდა რომ მე უწიგნური არა ვარ. უბრალოდ მაშინ იმ დროს ვიყავი ток-შოუს ყველაზე პოპულარული ток-შოუს ავტორი. და ეს წარედ მახსოვს. ამიტომ მე ვხედავ შეცდომებს, მაგრამ არ ვიტყვი. ისწავლონ თავის შეცდომაზე. მაყურებლის რაოდენობა გადაწყვიტავს. ვინ დარჩება და ვინ წავა. ჩვენ განვითარებად გითხარით რომ მზად არ ახართ რომ ის მაყურებელი მიყავთ, მაგრამ განვითარებით ხო კარგად ვისარდებით აქეთ ამ ხალეს. რას გულისხმობ? ანუ განვითარებაში რას გულისხმობ? განვითარება რა არის, იცი? რომ აი ყავს 398 მაყურებელი 1000. უნდა დაწერო 500. უნდა გაარკვიო, იცით ვინ არის თქვენი მაყურებელი? ვინ არის? პროფესიები თუ ასაკობრივი ზღვარი გაინტერესებს? აი, ხო, რა ტიპია? ჩვენი მაყურებელი არის ძირითადად 20-დან ალბათ 35 წლამდე. საერთოდ საშუალო არითმეტიკული ხეგრე გამოდის. 40-მდე ავწიოთ. ძალიან კარგი. ძირითადი ის ციფრები რასაც გვეუბნება. ჩვეულებრივი, ანუ ადამიანთა კატეგორია, რომლებიც იდეაში ქმნიან ბაზას ქვეყნისთვის, რა ეს კატეგორია, რომლებიც ჩვეულებრივად მუშაობენ, იგივე პრობლემები აქვს რაც ჩვენ რაღაცებზე, რა პრობლემებზე ჩვენ საუბარს ვიწყებთ, აუცილებლად უამრავი ადამიანი გამოჩნდება ხოლმე, რომელიც ვერ ვედავდა და მე იწყებს ამაზე ლაპარაკს. აი თუნდაც ეს სპორტის დაშლობაზე რომ საუბარი დავიწყეთ, ძალიან ბევრი ფსიქოლოგის ყავდა სტუმრად და იმანაც გითხრა რომ ბევრი ადამიანი მოვიდაო, ვინცო რაღაცებში გითხრა რომ იყო მომენტებიო რომ YouTube-მა თავის ჩამოხრჩობას გადამარჩინაო რა. მაგარია. ხო და ეს კატეგორია რაც უფრო თავისუფლად ველაპარაკებით, აი რო გგონია რომ ჩვენ რაღაცა სიცხვილეა, მაგაზე რაც უფრო თავისუფლად ველაპარაკებით, ხოლმე ამახო ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ოღონდ კარგი მოქალაქეები არიან ესენი რა. ანუ ბოროტები არ არიან, გინებით. ხალი უფრო მეტია თუ კაცი? კაცი. მაშინ ხალების აუდიტორია მოვიზიდოთ. ისაქნა შეიძლება თავპივი და ხა წამოვა. ანუ 30-დან 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში არის დარჩენილი ლიფტი, რომელიც ათვისებად შეგიძლიათ. როგორ შეიძლება ქალბატონების ყურადღების მიპყრობა? ფიზიკურად ლექციას მატარებინებთ ახლა. და ცოტა დემო ვერსია მოგვიყევით მაშინ და მე ფულ ვერსიას ვიყიდით. ცოტა უფრო მასობრივი გახადეთ. კლუბური ნუ გაქვთ, მასობრივი გახადეთ თუ გინდათ რომ რაოდენობა გაზარდოთ. დიდი რაოდენობა რას ნიშნავს? რომ მიხვალ სპონსორთან და ეტყვით რომ ძმაო მე ამდენი ნახვა მაქვს. ხო და 5 ლარი კი არ მომცე, მომეცი 7.
7 არ მოეწოდა, מחარას რომ მეც მოითხოვდა ჩემი აზრით, მაგრამ ვერ შეიძლება 10-ის აი, თქვა. პრობლემა არის, რომ ჩვენ ყვაყოფილები ვართ ამით, რაც გვაქვს. კი, არა, ყვაყოფილი არასდროს არ უნდა იყო. არასდროს არ უნდა არა, იყო. აი, ნელი პროგრესი გვიჩვენია თითქოს. კონკურენტი რო არ ყავთ, ეგ ცუდია, იმიტომ რომ კონკურენტი რო ყავს და უკარო მოყვებას უცდილობ, რომ წინ იყო და პირველი იყო და ეგ ძალიან საჭირო რამეა. ხო, კომფორტის ზონაში ყოფნა მავნებელია ყველაფერში, ცოლქმრობაშიც, სიყვარულშიც და გადაცემაშიც. მართალია, რა მაგკუთხით მართალია. სხვათა შორის ეხა ერთი კონკურენტი გამოიკვეთა, რომელიც ძალიან კარგ ნახვებს წერს, ალბათ უმიხვდებით ვიზე მომო. სარკასტიკა? ძალიან კარგ ნახვებს წერენ და თუმცა ეგ არ არის ის ფორმატი, რომ მასობრივი ადამიანები მოიყვანეთ სტუმრად. ნიშური ადამიანები საინტერესო გამოვა. ნიშური ადამიანები ყავთ, უფრო ნონა გაფრინდაშვილს არ გულისხმობ. და იქაც ნახე ჭადრაკს თამაშობდით. და სულები არ ჩანდა. მე მიყვარს ჭადრაკის თამაში. და მაინტერესებდა, აი შენიშნებს რომ გაძლევდათ. რას აკეთებ? მოგება, თორე მოუგება. რას აკეთებდით იქ მაინტერესებდა და ვერ ვხედავდი მაგას სხვა ტექნიკა უნდა. აღარ მინდა ეხა ტელემედიის გაკვეთილების ჩატარება. აბსოლუტურად სხვა ტექნიკა აქვს. ალბათ ჩვენი მისბრალია ეგ. ხო, არ გეგონა რომ ეგ უცებ გადაწყდა ჭადრაკ, რატო გადაწყდა არ ვიცი. არა, კარგი იყო ძალიან. მე უყურე და ძალიან მომეწონა. ვერ ვანახეთ რომ ხო. ხო, კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ მე ახლა არ იცი შეიძლება ჩემმა მაყურებელმა. ერთი სტუმარი ვინ წარმოგიდგენიათ ამ ფორმატში მსგავსი მასობრივი? ინგა გრიგოლია მოიყვანეთ. ო, ვაღოთ მოემზადეთ. მე ინგასთან მუშაობდი. ყოჩა? მაშინ TV3-ზე ვიყავით და მე ვიყავი გრაფიკოსი. კაი. და ნოდარისთან და ინგასთან მუშაობდი. ნოდარი მოიყვანეთ. ახლა მე ჩემ კოლეგებს ვიტყვი, რა. მომღერლებშიც არის ესეთი წონიანი მომღერალი. თუმცა YouTube-ზე არის რაღაც ფორმატები და კონტენტები, რომელიც განწირულია იმისთვის, რომ მასობრივი ვერ იქნება და არის ძალიან ნიშური. და მაყოფილები არიან ხოლმე რა მაგით, აი მაგალითად ხელოსნების კონტენტია, ხო? ანუ იმდენად მრავალფეროვნება. ეს ახლა თქვენი გადასაწყვეტია, ტელეპროდუქტი ეგეთია, როცა გშია განაყრებს, მაგრამ სასარგებლო არ არის. თქვენი გადასაწყვეტია, თუ გინდათ იყავით, მე ვამბობდი ხოლმე სუში, დელიკატური რაღაც ისეთი. თუ გინდათ იყავით ჰამბურგერი, რომელიც გირჩევნიათ. ანუ უბრალოდ როცა მილიონი ნახვა გაქვს სპონსორი უფრო მეტ თანხას დებს რეკლამაში. მან ისიც ხო არის მასობრივ წარმოებაზე რო უშვებ რაღაცას და ნახვებზე რო გადიხარ, მე კარგავ რაღაცას. ხო, პირიქით მე უნდა დაიჭირო. ერთი შეიძლება გაარტყა, მაგრამ უნდა დაიჭირო პირიქით. მე ასეთი გადაცემის ავტორი ვარ და ეს სურვილი მქონდა რომ ასე ყოფილიყო და ასე გავაკეთე. დავაზიანე თუ არა ჩემი იმიჯი იმ წლებში, რა თქმა უნდა, დავაზიანე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მაია მასათიანი მეგონა ფანოღების მსმენელი ერთი შტერი გოგო. რაღაც პერიოდი ახსნა მიწევდა. რატო? იმიტომ ჩემი გადამსახედიდან როგორც მაყურებელს, საერთოდ არ ვთვლი რომ რაღაცა პირიქით ვთვლი ხომ რომ ის ფანოღების ნაწილი ძალიან ცნობია. შოუს ნაწილი იყო რა. ფანოღები იყო გაორკესტრებული. თქვენთან მას ვერ ხედავდი იმ ფანოღს, აი მაია ასათიანი უსმენს ფანოღს და იმიტომ მოიყვანა არა. უბრალოდ შოუს ელემენტი იყო რა. შენ ჭკვიანი ადამიანი ხარ და იმიტომ ხო და ძალიან ბევრთან აი მეუნებდნენ რომ იმე შენ ესეთი არ მეკონე და ამბრაზდებოდი. ანუ გადაცემები იყო რაც მუშაობა დიდად აგინდოდა. ხო, ეს იყო უბრალოდ მისის. რომ თქვენ გაეკრიტიკებინეთ და კარგი მიზეზი იყო რომ არა. ფანოღს მიაწებო მაია და აი ეხლა ხო არის ცნობური მიდგომა რომ ვაკეში თუ არ ცხოვრობ ადამიანი არ ახარ. ხო არის ეგეთი ხალხი. ალბათ გონებ. არის როგორ არა ხო და აი ვაკეში ცხოვრობდა არ ვიცი. არა აი ბაბუა და მიწურში ცხოვრობს. ბაბუა და ბებია რომ რაიკომის დიუნები ყავდა და იმათმა რომ ბინა მიიღეს და მე რო ცხოვრობენ იმის იქით. ვიყავით ერთ დასასვენებელ რაღაც ადგილზე და ადამიანის მესაუბრებოდა ქალბატონი და ვერავით ვერ მოვიპოვე მის პატივისცემა რაღაც დიალოგისას, რაღაც სანამ არ ვთქვა რომ ვერაზე ვცხოვრობ და ბაბუა ჩემიც მან ცხოვრობდა და ვაიმე, აი ისე გამომხედა. ეგრევე არ გეტყობა, ხვდები, შეიძლება. ვერელი რო ხარ არ გეტყობა. მაგრამ აი ეგ როგორც ვერაფრით ვერ მოიპოვა კი მის მეც პატივისცემა. მითხრა ერთმა ქალბატონმა. თქვენ საცხოვროთ ქალბატონმა.
საბურთალოზე ვარ დაბადებული გაზრდილი პეკინზე. ან მე სულ ვიძახი რომ ერთი სახლი ნაქერავი უნდა გქონდეს ვაკეში. რომ რამე მოხდეს. სტატუსისთვის ერთი სახლი. არა, რომ ამბობ რა, ვაკეში ავალ ჩემთან უკვე სხვანაირად ჟღერს კი. არა, მე ისეთ ადგილას ვცხოვრობ. ისეთი ადგილია რა. ანუ თქმად გამოდგება, მაგრამ იქ მაგიტო არ ვცხოვრობ, რომ კარგად ჟღერს. თუმცა თქვენ გაქვთ ბექგრაუნდი, რომ იმ ხალხთან კომუნიკაციაში გამოიყევდა. ჩვენ არა გვაქვს. ეხლა მე რო ვიღაცას გლდანს ვეუბნები, უბრალოდ მიდის იქიდან ხოლმე ხანდა. მინდა გითხრათ, რომ გდანში მე მაქვს სტენდი. და ვეძახი ხოლმე, თქვენთან ახლოს არის მოწინავე სტენდია. ხო. ყველაზე მეც ვაჭრობს, რისთვისაც უდიდესი მადლობა გდანელებს. ვიყვარხარ გაბატონო მაი. ეგ თემა მინდოდა რა, მაგ თემაზე მინდოდა საუბარი ბიზნესის ამბავზე, როგორ დაიწყო? და პომადა ხო არ მომშორდა. არა. მადლობა. როგორ დაიწყო ეგ ამბავი და როგორ მიდის რა, პრინციპში. აი YouTube-ის ნაკლიო. მოიცა და გითხრა. YouTube-ის ნაკლია, მე მაინტერესებს როგორ აი მე ერთხელ მივიღე მონაწილეობა ენერგეტიკაში. არ მივედი ყველგან ეგ მკითხეს. ანუ ორ რამეს მეკითხებიან, არა, სამი კითხვა არ მიყვარს სულ. აბა. მესამე დაემატა. ერთი. ჩიკომდა ჩა. ერთი პერიოდი მოდა იყო YouTube-ამდე ყავა თუ ჩაი. მეორე კითხვა ეს არის ჩემი, აი ხარაკერი, როცა მეკითხებიან დღემდე როგორ მოვხვდი ტელევიზიაში, არ მკითხოთ, ესე იგი ეს ამაზე მილიარდჯერ გამიცია პასუხი, წიგნი მაქვს ამაზე დაწერილი, მაგარი გადარჩენილები ხართ. მესამე დაემატა. როგორ დავიწყე ემასათი? და ეხლა ვატყობ უკვე რომ ეს ემასათით ტელევიზიაში როგორ მოვხვდი და ყავა თუ ჩაი გახდა. არა, ემასათი არ მაინტერესებდა მე. მე ტექნიკური დეტალი მაინტერესებს. აი რაღაცა პროდუქტს ხო ხნით? მე კი არ ვქმნი იმ პროდუქტს. არა, ხო და აი როგორ აი ერთხელ მივიღე მონაწილეობა ენერგეტიკული სასმლის შექმნაში. და იქ აი დაახლოებით საერთოდ სხვა რაღაც წარმოდგენა. ჩემთან სარდაფში. არა, ეგ რომ დაიწყო. ნუ ლაბორატორიაში ვიყავით. აი როგორ ამატებთ, ან როგორ ცვლით, ანუ ის ქიმიის ცოდნას, აი მან ეგ არ ვიცი. არა, ქიმია არაფერშუაში არ არის, კომპანიას ყავს ფორმულატორი. მე ვეუბნები რა მინდა ადამიანურ ენაზე. ადამიანურ ენაზე. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო თითქოს წარმოება. ეხა გავედით ბაზარზე, ეხა მივხვდით როგორ ანუ აქამდე საერთოდ არ ყოფილა. ქართული წარმოება არ არსებობდა ეგეთი პარფიუმერიის. პარფიუმერიის. იმიტომ რომ ჯესეთი არასანდო იყო, ანუ და მეორე სხვა კომპანიები იყვნენ, ვისაც მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს, მათ ჩამოხვდათ რაღაც ერთი შეკვეთით, ჩამოხვდათ ხოლმე ქალბატონებისთვის რაღაცა. ამდენი ადამიანი რომ აწარმოებთ, ეს პროდუქცია, ანუ უბრალოდ მარკეტინგულად სახელით განსხვავდება და ერთ და იგივე დამამზადებელია. მოდი კარგად აკიხსნი ხა. არა, რას ქვია ერთი და იგივე დამამზადებელი. ზოგი ნაგავია, ზოგი კაია. გავიგე. მოწიწებით როგორ გავიგე შეკითხვა. ნახე, მაგალითად ჰოლივუდში ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს საკუთარი ბრენდი აქვს. რაც მეტი იქნება ქართული წარმოება, მით უკეთესია. ჩემთვის ამ ეტაპზე დღეს აქ და ახლა თქვენ კი მამაკაცები ხართ და არ გესმით, მაგრამ არც ისე ბევრია. ნუ კი რომელიც დეკორატიულ კოსმეტიკას აწარმოებს, ანუ კი რომელიც არ შემეშალოს, მაგრამ როგორც ვიცი, ტუჩის გლოსებს აწარმოებს. Peel Naturals-ი ყველაზე ძველი ქართული კომპანია, რომელსაც ბევრნაირი თაღის მოვლის პროდუქტი აქვს. ვინ დამჭა თამო, რომელსაც ეგ ვინ არის? ჩხეიძე. ნინო რასაც აწარმოებს? სუნამოს. ძალიან კარგი. აი, ჩემგან გაიგე. ძალიან კარგი. ხო, Facebook-ი არა, მაგ და იმიტომ ემასათი არის anti-age პროდუქცია. არც ერთი არ არის ამ ნიშაში. Anti-age, ანუ ანტიასაკობრივი. Anti-age პროდუქცია ეს ერთი. ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. უბრალოდ კრემი მინდა არა. ანუ ასაკობრივ ცვლილებებს უნდა შებრძოლებოდა, ვიზუალურად უნდა ყოფილიყო ძალიან ლამაზი და უნდა ქონოდა ადეკვატური ფასი. ეს არის მთავარი რაც გამოარჩევს, რომ მისი ყიდვა შესაძლებელია და ჩვენ გვყავს მომხარებლები, რომელიც მესამეჯერ, მეოთხეჯერ, მეათეჯერ ყიდულობენ. მარტო ქალბატონების არის თუ კაცებმა შეიძლება? ხო, ძალიან ხშირად წერდნენ ბიჭები.
მე ხა ჩემ თავზე მეცინება ხოლმე, ანუ კომპანიის დამფუძნებელიც მე ვარ, დირექტორიც, მოდელიც, წამყვანიც, დამლაგებელიც, ყველაფერი მე ვარ. 5 თანამშრომელი ვართ, სულ გოგოები. ხო და რა მკითხე და არა, იმიტომ რომ ერთი პედიკურის მომხმარებელი ბიჭი ყავს. მამაკაცების. ძალიან კაი, ხო. ხო და სულ როცა თქვა აი რაღაცა პროდუქტს უწევდი რეკლამას, ამბობდი რომ გოგოებო და ბიჭები წერდნენ რომ რა არის ესო. მარტო გოგოებას რო ამბობ და ძალიან ბევრი წერილი მომდიოდა. ვამბობდი რომ არ გაიყიდ. დამასობაში მატულობდა წერილები. და ის სულ ეხლა ხან დავამთავრეთ ფორმულაზე მუშაობა და ტესტირება გაიარა. და ანტიალერგიულობაზეც, ჰიპოალერგიულობის ტესტიც ჩააბარა. ძალიან ცოტა რაოდენობით შევუკვეთეთ. და ვნახოთ, ანუ მთავარი ამოსავალი იყო თქვენზე არ ვამბობ. მაგრამ მამაკაცის კანი განსხვავებულია ქალისგან. და აი ამის გათვალისწინებით გავაკეთეთ. ჩვენ დიდხანს გვიყოფა. მარტო აქ უნდა წავიდეთ. ხო. ჯერ არ არის მზად, თორე აუცილებლად მოვიტანდი ახლა თქვენნაირ ბიჭებს. აუცილებლად შევიძენთ. მაგრამ აი ხანს გვიყოფა. აი ამაზე. ისე რაც კარგ ხანს ყოფნით, იმიტომ რომ ესეც ჩემი დაკვეთა იყო, რომ დიდხანს უნდა ეყოს ადამიანს. ზოგი კრემია წაისვამ და გჭირდება მუჭებით წასმა. თქვენ კი დამიწუნეთ შეკითხვა, მაგრამ ეგ შეკითხვა ამიტომ დავუსვი, რომ პატარა რეკლამასავით გამოსული იტყუება. მე არ დაგიწონეთ, მოხუცი ვარ და იმდენი ვილაპარაკე, რომ შეკითხვა დამავიწყდა. ძალიან უხერხულია თქვენი მხრიდან. არა, ისე ვაჩი თუ იკითხავდა რაღაცას, რაც ამოვარდნილი იყო საერთოდ, იმიტომ რომ ეს ბიჭი მე მიკროფონი ბოდიში. არა, ჩემი ცხოვრების ნაწილია, ერთ-ერთი ეტაპია. თქვენ არ ემზადებით ხოლმე ინტერვიუსთვის? ჩვენ ჩვენ რატო არ ვარქვით ინტერვიუს. აბა რას არქმევთ? ეს არის ჩვენთან ერთად ადამიანი რამდენად გაერთობა ხოლმე მაგაზე. კარგად გავერთე რაღა დაგიმალოთ. ხო, აი მაგაზე ვართ პროორიენტირებულები. მაგიტო დაძაბულებიო. ეგ გადაცემა. რატო ხარ და? იმიტომ დაგტუქსეთ თავიდან და ეხლა გამე დაგტუქსე. მიდიოდი წეგა რაღაც მომენტში მიდიოდი თაკედა. გამოიგონა ეხლა გადაახვიეთ მეგობრებო როდის და დაგტუქსე. ჩვენოთ ის მომენტი რომ მომბეზრდა წავედი. მომბეზრდა და აი კომენტი ორჯერ ვაჭრე. მომბეზრდა და ეს სხვა სტუმრებსაც მაგრამ ეზრდებათ ხოლმე, მაგრამ არა თქვენ გითხარით. ისე იმათ სახეზე ვატყობთ რომ მომბეზრდა. ხო და ის მაყურებელი რო გიყურებს 300,000 კაცმა არის ის რამდენ ხანში აკრიფეთ კიდე 600. იმას არ უნდა მოწყინდეს. ხანდახან სტუმარი ისე მოდის ხოლმე და ზის და გვიყურებს. ეგ გადაცემები არ ვიცი ნახეთ თუ არა. და ეხა ატყობთ რომ მარტო მე ვლაპარაკო. ხო და ანუ ბალანსი უნდა იყოს. ხურება სხვათა შორის ჩვენ გავჩუმდით. თორე ჩვენ შეგვიძლია არ გავჩუმდეთ ხოლმე. წეგან რაღაც პატივი მეცდრება. ადგილზე დაგვაყენეთ და იმის მე დგევართ იმ ადგილზე. ხო, ბიჭებთან მოძრაოთ რაღაცა. აი, მიდი თავისუფლად. არა, ომები გვაქვს ხოლმე. ეხა და ხანდახან საჭიროა რომ ცოტა ესეთ დალაგებლად, დაწყნარებულად და სტუმარმა ბევრი ისაუბროს ხოლმე. კი ბატონო. გისქვეშ მაგრამ უხდება. იმიტომ რომ სტუმარი ესია ხოლმე და ხანდახან ყოფილა რომ კისრის დაზიანებით წასულა აქედან, იმიტომ რომ აი ესე იყურება ხოლმე და მომეწონა თქვენთან ყოფნა, კაია. ხო, აი მაგ ფორმატს ვაწვევი. თუ რა ფორმატია ჩვენი მე ანუ სტუმრის სიამოვნებაზე ხართ ორიენტირებული. ვცდილობ. ძალიან დაძაბული ვიყავი რომ მოხვედით რომ ერთი ჩვენ ხარ მომზადებს რა. თავი დაგინე მე სულ ეკრანიდან გხედავდი ხო და არის რაც არ უნდა ცნობილი უფრო უკეთესი ვარ. უფრო კარგი და ანუ ისედაც მეგონა რომ ცოტა სნობი უნდა ყოფილიყავით. აი ეგ როგორ გეკო. ხო და აი რატომ მეგონა ტელევიზიის გამო იმიტომ რომ მე რო ანუ ტელეწამყვანები ცხვირს წევენ. აი ხო რაღაც ტელეწამყვანებს და ეს ჩვენი ბიჭი ის ჩვენი ბიჭი არის ფანოღებთან რა აღსირდებოდით თქვენ სპობი ეგონეთ ანუ არა ნახე ოღონ თქვენი დამსახურებით არა ტელევიზიის დამსახურებით იმიტომ რომ ძირითადად ტელევიზიის ადამიანთან ანუ რა ადამიანთან პოპულარული ვარ თავში ავარდნილი გეკონე ტელევიზიაში პოპულარული ადამიანები თითქმის 80% მე ვიცი მინახავს. აი ცოტა ზევიდან გვიყურებენ ხოლმე. რამდენჯერ აი რომ მოდიან თუმცა შენს არაკლებ ხოლმე. არა მეც არ ვაკლებ ხოლმე, მაგრამ აი რომ მოდიან თითქოს ზევიდან გვიყურებენ რომ ის ტელევიზია და ეს რაღაცა ნაგავია. აი სადახართ რა YouTube-ი ვერ მოკლავთ ტელევიზიას. ეგრე გონებოდა. ყובה ტელევიზია. ვასწრებთ ხოლმე ენერგიას და ნაკუდებიან და არა მე მომეცით ენერგია მართლა. მაგიტომ მეგონეთ. რატო? ოღონ სნობი დამაზიანებელი სნობი. რა შემოვედი მე? ხო და აჩიკოს ვეუბნები რომ თუ არ წამოსულა თქო გაუქმეთ იმიტომ რომ ხო რომ აქ ვერ მოვიყვანთ თქო რა იმიტომ რომ სირცხვილია თქო რა აქ რანაირად ხო ჩვენ ძმაკაცივად შევა დავსვათ მაგრამ ხო აი
ადამიანი ამდენი არა მე ამან განწყობა შემიქმნა ხო გეო ხო და თურმე ხო და მე სპეციალურად თქვენი მოვიდაო და რატო არ აწევი მაგას რა აი მეთქი ვახ ჩემი თან ეს შემორისუნი დგას ეს ბათხაში აი მეთქი და რაღაცა და მე მე სწორი შენიშნა იყო რომ ქართულ YouTube-ი არ არის მზად რომ მიიღოს მაყურებელი აბსოლუტურად სწორი შენიშნა იყო აი აქ ამის შემხედვაა ყავა მინდა თქვენ უთხარით რომ რომელიც მარტივია მან რაღაცები ხო ეს ბაბაიაგები წავიდნენ რა კაი მესია მან მომეშვა იმიტომ რომ დედუქცია ეს არის რა შერლოკ ჰოლმსი ადამიანი რომ მაგას იცახის რომ ანუ თან ზრუნავს იმაზე რომ არ შეაწუხოს ადამიანი და შეიძლება არ ქონდეს და უხრობაში არ ჩააგდოს ძალიან კარგია ეგ ხო და შეიძლება აი თქვენ რო გეთქვათ რომ ცნობილი ადამიანებით არ დავასახებ რომ ძოხა მოიყვანეთ და აქვე ჩემ წინ მოწელეთ არა მაგრამ იტყვის ალბათ გადაცემის მერე ვილაპარაკებთ ალბათ რა უნდა გავაკეთოთ ტელევიზიამ შექმნა ეგ რა და არა ეს ადამიანზეა დამოკიდებული რა ძალიან ხშირად როცა პოპულარობა მოდის ადამიანთან და ის ფსიქიკით მოუმზადებელი ხდება საკუთარ თავს კარგავს და ბევრი ასეთი ადამიანი გვინახავს უცბად ნაშოვნი ფულით და უცბად მოსული პოპულარობით ხო ხედავთ რომ ადამიანური საქციელი ეკარგებათ ვინც ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალია აი დამენჯერე ვინც ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალია ის არის სადა და უბრალო იმიტომ რომ ის შედი წერან ხელებს ბიჭო უცბად ნაშოვნ ფულებზე და რა თქმა უნდა მართლა ბევრი იშოვეთ ვინც თავის საქმის პროფესიონალია შენ ესე გააკეთე რა თქმა უნდა საკმაოდ რა ვიცი ეს ამ ხელა სტუდია რო მე ამდენი ბულდი იშოვე ჭერი ვერ გააკეთე აი ეს არის რომ აი მახარა მაგალითად რომელიც ამდენ ფულს შოულობს თავის საქმით აი ხო აი ხო პატივი უნდა ისე რომ იმაში ჩაატრიალდე იმაში ინვესტიცია გააკეთო მაგრამ არ შვები შენ მაგას და ნუ ეხა ამის საქციელები მე დარწმუნებული ნანახი არ გაქვთ თქვენ თუ რა არ მოხვიდოდით თუ რა ამის ვიდეოები არის ამაზრზენი საყურებელი 100 ტროლბოტის პატრონია ეს აი ეს ლაპარაკი აი 100 ტროლბოტი რა არის აი დამწყებია ეს მოსახელო ეს 100 მერე კიდე 100 მოიყვანს და ესე აი თქვენ ხო არა გაქვთ თავში ავარდნილი თქვენები შენ მოგბართოს მაგრამ არა ორივეს გეკითხებით ანუ ეხა სხვებზე რო ლაპარაკო ალბათ ხვის შესაძლებელი უფრო არის ეგ თავში ავარდი მე მიწერენ ხოლმე რომ გაქვსო აი რაში გამოიხატება შენ თავში ავარდი ხანდახან ვიცი ხოლმე სულაც გადასახადო ნუ მოდიხარ ჩემთან აი მაგალითად ესეთი ჯერ ფუფუნების ნივთები უნდა იყიდო და გამოამზეურო ეს აჩვენო გააკ ეგეთები არა მაქვს მაგრამ არასდროს მიჩვენებია ხა თუ არ გიჩვენებია ესე კი მშვიდობაა რა იცი აი რა ფუფუნების ნივთი გაქვს მაგალითად არ ვიცი რა არც ვიცი ამასა კონტენტი ამასა კონტენტი თავის დაბადების დღეზე აგზავნინებს საჩუქრებს კომპანიებს და მე ხსნის ამას ეგ რეკლამაა ეგ არ არის ფუფუნების ნივთი ნუ არა ხა ისეთი ეგ რეკლამაა ხა მაგის მეც რას ვაკეთე მე ძალიან გაბიხარ აი იყოს რეკლამა არა რას თახეთ ხანდახან ვიცი ხოლმე ხუმრობით რომ ვითომ ვიღაცებზე მაღლავდგა რა კონდეს ცინიზმიან იმ ხალხის მიერ ვინც ამ ხალხს ესე ელაპარაკება ცოტა შეხლასტული ანუ აი მაგრამ ხუმრობაში ადამიანი ხო იჯერებს ხოლმე რაღაცას და מחარას ერთ-ერთი ხუმრობა რომელიც ძალიან ხშირად იმეორებდა თვითონაც დაიჯერა რომ მე ხა რომ გესაუბროთ თქვენ კიბე მჭირდება უნდა ჩამოვიდე ხო ესე კი არ ემუქრება არ ემუქრება თავში ავარდნა ეძებენ ხოლმე ტელევიზიები ეძებენ ხოლმე ამ კიბეს რომ ამოვიდნენ და რამე არა ეხა ნამდვილი ტელევიზიონში კი ბოდიში რუსული კალკია არ ყოფილა თქვენთან ალბათ თქვენ ხართ პირველი ხო და ნუ აი ნამდვილები დაპატიჟეთ და ის ცხვის არ აწევს შრომით და ჯაფით რო თავის გია ყავდა ჯაჯანიძე გია ჯაჯანიძე მე რა ცხვი დაწეული იყო არა არ ყოფილაო არავინო და არა ხო ტელევიზიიდან ესეთი ხო ეს ინგა გრიგოლია მეგონა ხომ ეგეთი კიდე არ არის სანამ ხო არა სანამ მუშაობას დავიწყებდი და საერთოდ აი ხო და მე აი ყველა წამყვანი ქალი ეგეთი რატო გონია ნოდარმელაც ეგეთი მეგონა რომ დავაბალანსო და ნოდარიც ის არის ჩვეულებრივ ხო და აი ჩემთვის ეხლა თქვენ არ ყოფილხართ აი ვიღაცები ხო მოდიოდნენ მაგალითად ვიღაცები რა ნონა გაფრინდაში ანუ არ მქონია ეს შეგრძნება თქვენთან მქონდა იმიტომ რომ ამდენი ხანი გიყურებდით თითქოს აი რაღაცა ბუმბერაზი მოდის რა ყო და არის მითიური მითიური რა მაგარია ძამესია ამ ხილაკაციო აი და მაიამ როგორ შეგაშინოს მაგრამ მაინც გეშინია რა იმიტომ რომ ეს ისტორია აი ამით უნდა დაგიწყო
და ყველაფერს მათქმევინებდი. აი ყველაფერს მათქმევინებდი არ ხომ ის მაგრამ მომიწია ხა აი ეს რომ მოგეყოლა და მე რა უნდა გეკითხა ყველაფერს გიპასუხებდი. ის არის ყველაფერს გიპასუხებ არა მაინც. ის არის მაგიტომ მქონდა ეს შეგრძნება და აი მიგორებენ ხოლმე რაღაცებს რომ ცდილობენ რომ ეს ჩემი მაღალ ფარდონება დაბლა დასცენ და გამანადგურონ მაგრამ ჯიჯებს რაფერს ახერხებენ. არა მაგ ეგ ხალხმა შეაფასოს შენ თავში გავარდნილი თუ არა მე ნახოთ ახლა ამ გამოშვებას რამდენი ნახვა ექნება. ბევრი მე ეჯი მაქვს. ნახოთ არ ვიცი. გულები. ტაქსით წავედი ამ ბოლო პერიოდში ტაქსით დავდივარ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩემი მანქანა ჯერ კიდევ პროცესში. მალე იქნება მე. კი, ისაკეთებს და მაგიტომ ჩავურტყი. მეგობარი. გადასაღებად მომცა გადავიღე უკვე და 2 ბოლტი ქონდა დაჭერილი მანქანასო და კიდე კარო გადავრჩი და აქ ვზივარ და აქ ვარ. ტაქსის ზღომა და მიცნო და ძალიან მოგიკითხა სხვათა შორის შენს და ეს რაც ვითხრა არ დავასახლებ ხა ტელევიზიას და იქიდან მიძახებენ ხოლმე ხშირადო. და რაღაცა ეს დამოკიდებულება რაღაც გიორგის საუბრობდა იგზნობაო რა აი ტაქსიში ჩაჯდებიანო ძალიან ცოტა ზემოდან იყურებიან და ცოტა დაჩაგრულად და დათრგუნულად იგზნო თავი ამ ადამიანს გააჩნია კიდე ვამბობ მის კულტურას როცა შენი წარმატებისთვის ძალიან ბევრი შრომა გიწევს გამორიცხულია რომ მე იყო ქედმაღალი ასე მოქცევა იციან ადამიანებმა რომლებმაც ცნობადობას უცბად მიაღწიეს აი ძალიან ხშირად ვაკვირდებოდი ხოლმე ხა ჩვენთან ხო ძალიან ბევრი შოუ იმართებოდა მუსიკალური და არა მუსიკალურიც მათ მონაწილეებს ხშირად ემართებოდათ ეს იმიტომ რომ ეგონათ რომ აი სავსე ფილარმონია ტაში და მე ერთ დღეში მოსული პოპულარობა მხოლოდ მათი დამსახურება იყო არა და მათზე მთელი ინდუსტრია მუშაობდა და აი ის თქვათ რა 3 თვე როცა მონაწილეები იყვნენ წლები ვადევნებდი მათ თვალს აი ამ ტრანსფორმაციას როცა ჩვეულებრივი ნიჭიერი ბავშვებიდან უცებ ხდებოდნენ ავად და მე უბრუნდებოდნენ იმ ისევ ძველ მდგომარეობას, ოღონდ ჰქონდათ დეპრესია, იმიტომ რომ აი ეს ზღაპარი მათ ცხოვრებაში გაქრა. ერთ სეზონია. მე შეგძება მაქვს ხოლმე, იცი რომ თუ აი არის ხოლმე შემთხვევები რომ მაგალითად ბავშვებს მოუძდით ხოლმე ცოტა ზედმეტი რა, აი ღამე ხოპეზე ძრებიან და იქიდან მიიღებენ სახში და რაღაცა. ესეთი პოპულარული ხარ? ხო, უხარიათ უბრალოდ. და აი არის ხო შეხედა რომ ამ ბავშვებს ცოტა უხეშად ვეჩქუბები ხოლმე რომ ეს არ შევა და მე ნერვულობ ხოლმე, იმიტომ რომ ეს მაყურებელი შეიძლება გაუაზრებლად აკეთებს ამას, ანუ იმდენად უნდა შენთან შეხვედრა. იმას გონი ხარ ზუსტად ის რაც შენ თქვი ჩემზე, ადამიანი ეკრანიდან, იმას არ გონი ხარ რომ შენ გეძინება, რომ შენი პირადი სივრცე გაქვს, რომ ეს პირადი სივრცე არ უნდა დაგირღვიოს. და ასე შემდეგ. არ მეც მქონია ეგეთი შემთხვევა და ძალიან ბევრი. ხო, ნუ სამწუხაროდ გიწევს რომ გაიკეთო ნიღაბი და ამ ნიღაბი უნდა გაიკეთო. რა ხან ისინი შენთან მოდიან, ძალიან მაგარი ბიჭი ყოფილხარ ესე იგი. და სურათს გიღები. ეხლა ახალი ფაქტი დაფიქსირდა ესეთი რომ ლაივში გამის 3 საათზე რაღაცას ვთამაშობდი, ოღონდ ეს თამაში რატო არ გძინავს გამე? 4200 ადამიანი უყურებდა ამ ყველაფერს. ოჩახ? ლაივში. ხო, მაგრამ ღამე რატო არ გძინავს? არა, მძინავს ხოლმე. ოღონდ არის მომენტები, როცა მისჩვენია რომ ავდგე და ვიმუშაო. ანუ ვიმუშაო, ოღონდ ხეზე მუშაობა მიყვარს ძალიან. ხე მომშვიდებს. ეხლა ის რატო გადააგდებს ხოლმე? თავს რატო? რა, 2 კვირაა სტრიმავ ყოველ ღამე და როდის გძინავს? ათენებ იმამდე სტრიმებზე. არა, ღამე მე თუ არ მეძნება, მისჩენე ჩავიდე და ხეზე ვიმუშაო, იმიტომ რომ სიამოვნებს. რა მაგარია. ჩელენტანო ხარ რო ჩეხავდა ის სხვა მიზეზის გამო ჩეხავდა მაგრამ ხეზე მუშაობა ჩეხვა და ან მუშაობა მოფერებ უფრო ხელით მოფერება და მე მგონი ღამეს შეშურდა და იმიტომ გითხრა ეგ რაღაცა კაი ტიპი გამოჩდი რომ აი ღამე ხეზე მუშაობ ხო ამათ მე შეჭირა ეგ გონია ადამიანობა და ვერც გაზარდა მადლობა. უხდება კი. კი მე მომწონს ბიჭებს ესე რო აქვთ თმა. სხვა საშუალება თუ არ აქვს კი ბატონო. როგორ არ აქვს თავზე თმა აქვს და ეს უკვე კარგია. ფიზიკურად ვერ გადაიგდებს, ვერ გადამეგდებს, ეგრე გაიზარდა. მოიხადე აბა ერთ ხუთი შე როგორ გაქვს შეგაფასო. ეს დამაინტერესებს. მოდი აბა. ძალიან დამაინტერესებს. მოიხსენი. მე ვარ მარკუს მეტროვი, ქუცსა და სათვალს არ ვიხდი. ბელოტი ხარ?
არა, კეფაზე ყველას აქვს, მაგრამ აი ხო ეხლა შვენიერი ბიჭი ყოფილხარ. ხო და არა შეწევენ ხო და აი წარმოიდგინე. შვენიერი ბიჭი ბატონი ყოფილხარ. მაია მოდის თმე შეუჭრელი ვერ დავждები თქვა ხუდი დავიფარე ცხოვრებაში ხუდი ამფარებია. აი ავმაღლდი ხა საკუთარ თავთან. აი ესე ან მე შევიჭერი ხო ხედა და მზად დავხვდი ამ დღეს. იმან ვიდეო გადაიღო აი შორინა ბეგაშვილს ქონდა ხოლმე გადაცემა მგონი გარდა რომ ჩემი გაკეთებული იყო ეგეც. ქალბატონები რომ მოყავდა ხო, 8 ჩემი წელი. გაკეთებული აი გადაიღო YouTube-ს. დავიკრიკე სულად კარგად გავ. მუშაობს ეგ ანუ შეცვლის გადაცემა. კაცზე რაღაც არ ხომ კაც რა უნდა ჩააცვა მოსწონია. თუ გნებავთ ერთი კვირის წინ და განახებ საკუთარ თავს შენ როგორ ხო ვიყავ. გასოწყალი ეს ხმება მე აკეთის ხმა. მესხმება. მოაწუხებ. სტუმარს მოაწუხებ შენ დამპალ. ახსოვს. შეიწოვე ეგ წყალი როგორმე. ხო და არა, აი მოკლედ ერთი ის კვირის იყო. წინ როგორ ვიყავი ერთი წამი. თან სურათებს ზინახავს. ცოტა ლეტონად არის რა. არა, სურათებს მეც ვინახავ. არა, თქვენ ქალბატონებს ზანდებით. თავისავის სურათებს ვინახავ. ხო და ხوار ურჩევდით კარგ ფსიქოლოგს რომ აი მაგის მეტი რა ვიცი, ვეტყვი აი, ამით დაიწყო. ამ ვიზუალით. უი რას გევხარ? ხო და ნუ უი რა კაი ბიჭი ყოფილხარ? არა. იმუშავა ტრანსფორმაციების შესაბამისად. კი, არა, ეკრანზე რო ხარ, კარგად ჩამოჩაჩული უნდა და მე გამოიყურებოდა ეხა. შორტიკით არ უნდა იჯდე შორტებით. ხან ახლა რომ ნახე მე მეგონა ეხაც ეგრე დამხვდებოდი. არა, ანასტასიასთან ბანჯგვლიანი ფეხები. ანასტასია ბენდუკიძე იყო და იმასთან დამაფარეს. მიდად მოკლე შორტი მეც რა. რატო ლამაზი ფეხები გაქვს? რატო კადრში ლამაზესი ფეხები. მოკლე შორტი რატო გეცვა? ეგრე ვიცი ხომე შილიფაცი არ უნდა. ხალებმა თუ ვიციან, მეც აი ესე გადაღեղილი დავტოვე. ოფისში მოდის ხოლმე ფლოსტებით. ეგეთი ეგრა ფენომენია, მაინტერესებს რა. აი არ გეწყინოს, მაგრამ აი არ შემიძლია მამაკაცი ჩუსტებში და ფლოსტებში. ფლოსტებში როდის არ ჩაიცვათ ფლოსტები, გეხვეწებით როდის რა. მოსულა? ეხა იტყუები მაგას. აჰ, კაი. ამაზე ძალიან მკაცრად. ფოტო. ვიდეო მასალას. როდის მოსულა? ვიდეო მასალას ერთ-ერთი ამოვიდა. ანასტასიასთან მოვიდი, მაშინ ანუ ეთერში როქსები მეცვა და ეთერში იყავი და ესე იყავი ფეხუსებით? არა, იტყუება ეხა. ძალიან მოკლე შორტი მეცვა, ეს ნაქსო, ყაისნაღით ნაქსოვი ზედამახ ულამაზესი. გადაღեղილი დავდივარ ხოლმე. და აქედან ესე ბანჯგვლები ესე? არა, ბანჯგვლები არ მაქვს ხალბატონო. იმისგან განსხვავებით, მაგრამ ერთმანეთი შიშლები რატო ყავთ ნახი? ეს ვიდეოში აჩვენა რომ იპარსავდა. ეპილაცია. აი ისე არ გაქვს რა ნახი ხო? და აქ რომ მოვიდა შენ დააჩქო ტიტულები დამხვდით ერთხელ. ანუ არა, ტიტულები იმიტომ ვიჯექით რომ ცხელოდა მე ძალიან. დამაბულინგებენ იცი? რატო? ამდენს რა ვიცინი? ო იტყვიან, რომ ეგ ხალხი, ეგ არ არის ხალხი. ჩემი აზრით. ჩვენი კომენტარები წაიკეთეთ და მივხვდით. აი დამაბულინგებენ. ეგენი ხალხი არ არიან, ვინც და აი ამდენს რა მე ვიცინი მგონია, რომ პირველ ხალხი არ ცხოვრებაში ხო? ეს ხო და ამ მაგიტო ძიმე დღე ძალიან გამილაი. გატიოსანი ბოტიც არის ზავს, მაგრამ აი მაგაზე დაბულინგებას. აი თუ ოდნავ არა იცი რეებზე მაბულინგებენ. არა ხო ეგეთ ხალხის ყურშის არ აი ხო რა ყურში უნდა შევშო გამოუშვა. ყურში არ უნდა არა შევუშვა. საჯაროდ პირველად გავიცინე მართლა. აი გულიანად თან. გვიხარია ძალიან. მართლა. მაგრამ მაგას სერიოზულად უნიღებთ შიშლები, იმიტომ რომ ყავთ ძალიან ცხელოდა. არა, მე რა ვიფიქრო, ნახე შემოვდივარ და თან ნახე გო ჩარჩა აქ რო არა, არის მეთქი რა ხდება და მეთქი რა ის აკეთებდი. ეგრე ვაკეთებდი. გიწევდა გიწევდა. არა, იმიტომ რომ გამიკვირდა და ესე მითხრეს მე რომ იხტიბა რა გაიტეხეს, რომ წაუსარი ეთქობა. ანუ მაგ დროს ხო ეხლა აუსარი, რა სიტყვაა, ბიჭო? წაუსარი, იმიტომ რომ არ ელოდი თუცებ რომ მოვიცოდი და აი ხა ხო იქ მაქვს თამაშობ. ხوار იტყოდა რომ ვაიმე რაღაც როგორ ვართ ტიტულები ვართ და ცხელოდათ და არა იმიტომ. ცხელოდა, ნახდა ცხელოდა, მაგრამ ცხელოდათ და იმიტომ. შენს რო გაიხადო, შემოვთავაზეს რომ გადაცემა და გავაკეთოთო. ხო და აიმე ეგრე მართლა. ვაპირებდი შენ გაიხადე. შიშლებს? არა, შიშვლები რატო? ნუ ზემოდან, წელზე. დღევანდელ ადამიანებს რაც აცვიათ, მე ანუ მგონი რომ ნამარჯიშების ხეული გაქვთ თუ რატო? რა თქმა უნდა. არა, ეხა არ გაიხადო გეხვეწები. არა, ანუ აი მუცელი შევწე ძალიან. ხო, მე ესე იგი. დავიწყე ვარჯიში და მეხმარება ძალიან კარგი. აი კარგ ფორმაში რო შეხვალთ და ზაფხული მოვა, პლაჟზე გადაიღეთ სელფი და დადეთ. მეტი არ არის საჭირო. მეტი არ არის საჭირო. მაგრამ შენ კარგ ფორმაში ხარზე რა უპასუხე? კიო? რა. და მუცელი შეისუნთქა. არა, მუცელზე მაგ მუცლის შესუნთქვა შეუძლებელია. არის უნთქება, იგი მხელა. თვითონ არა აქვს მუცელი და.
მე არა იმასაც აქვს უბრალოდ მე პრობლემა მაქვს ბერჭა. ღვიძლის გაცხიმოვნება არა არ ვსვამ მე არ ვსვამ არც ნარკოტიკებს არც არაკარებს საერთოდ ხამე რო ადგები ხოლმე ხეზე რო მუშაობ მაცივართანაც ხო არ გაივლი ხოლმე ეგეც მოყევი რა მაცივი და ხო არ ჭამ ხოლმე რაღაცებს რო გაგვიზია რომ არ მასვიდე თქვენ მეგობრობას გაუმარჯოს ბიჭებო რა აგონიაში ოღონდ აი არ ვიცი ესე დეტალებში რო იცით თქვენ ცხოვრება ანუ ღამის 3 საათზე დგები არა დგები კი რა არის ხეზე მუშაობ და თან მაცივარსაც აღებ ლობიო ხო ჭა ერთი ქვაბი ხო ჭამე არა იცი რა გეტყვი რა გაგებერებოდა მუცელი აბა რა არა იქნებოდა აი პატარა ჯამი ვერ ვნახე რომ გამეცხელებია და ეს დიდი ქვაბი თქვა შედგმული და ეს ქვაბი ლობიო მიყვარს მეც და რომ გაცხელდა მეთქი არ გაფუჭდეს თქო და თონის პული არ ვიპოვე და არ მახსოვს მართლა დილით გამეღვიძე რომ ცუდად ვიყავი ეს ქვაბი ცარიელი იყო ვაიმე ხრობაში გადაგივიდა თუ რა აი ეთქო აგონიაში რომ ჭამე მე გავიტიშე წარმოგიდგენია ერთი ქვაბი რას უზავდათ აი მე რას ჯვარი წერიათ ყველასა მაგრამ ეგრე გემრიადაც მე ცხოვრებაში არ მიჭამია რა აი არის ხო მომენტები ტიპიური ქართული კაცი ხარ მე ვერ კაცები არ გეწყინოთ სალათი მიყვარს მე ძალიან ანუ ხორცებს ვეღარ ვჭამ იმიტომ რომ გემო აქვს შეცვლი რაღაცება გემო შეიცვალა ძალიან მიყვარს მწვანე პროდუქტი რა თუმცა ვეგეტარიანი ვერ ხვდები იმიტომ რომ ხანდახან მოხარშული ხორცს თორჭამე შეიძლება სულად გავხდე ხო და ქართული კაცი ხარ შენ გაგიმარჯოს და აი ეს ლობიოს სიყვარული რა დროს არა ლობიო მეც დამეცა არ ვიცი მიყვარს ლობიო და მაკარონი ბავშვობიდან იმიტომ რომ მე უკვე მაგიტა გაგრიპი მე პირველად გაგზავნეთ ქალბატონს ჩვენ ქალბატონს ნუ მეძახი ხამდე რამეზე ვილაპარაკეთ ხა ხო ამ ერთხელ დავძენ ქალბატონა ჩვენ პირველად გაგზავნეთ რომ ჩვენ რო გავხდებით აქ გადაცემაში ჩავწერთ ეს გადაცემას რომ აი ესე ბატიბუტივით რო გეკრებათ კუნთები აი ეგრე ხო ვიჯდებით ტიტულები ჩვენ და მაგალითად მაინც უნდა რომ ტიტული დაჯდეს ჩაგიდეთ მაგალითად და ესთეტიური იქნება არა რამეს ჩამოვიგდებ ესე ზოლად განა არ ჩამოვიგდებ მაგრამ ესთეტიურად ჩემი აზრით ისე იქნება რომ მე ვიქნები გახდილი იმიტომ რომ მე ვარჯიშობ და შენ ვერ დაადგე საშველი და აქეთ მხარე იქნება მხოლოდ ესთეტიური მაკუთხით თუ ხალხი ითხოვს სტრიმებს აი ეს ღამე ძილი ისე უზილობა მკლავს რა დარჩენი ვერაფერი მაზიანებს ღამე თუ ვერ დავიწინე ღამე კარგად უნდა გეწინოს ეგეც დეპრესიის ნიშანია ღამე რო არ გწინავს ხანახა მინდა რომ არ არსებობდეს ძილი იმიტომ რომ უფრო მეტ რამეს მოვახსენე უი ნევროპათოლოგთან უნდა მიხვდე აუცილებლად ჩემი ზიზია ტანსაცმელი ზიანდება უკვე ამასობაში თქვენ და დღეს მეწუწებავ და ისე იგებს იმ არა ავიღებ საკუთარ არა მოდი თავზე დაიფარე კარგი არა გავიდეთ ბოლოსკენ ისედაც ჩვენი გადაცემისთვის განყოფილი დრო ნელ-ნელა იწურება კვლავ ჩვენ გაცემს რომ არასდროს ეწურება რა დიდი სერიალი იწყება ამის მერე ამარხზე დაელოდეთ ველური კატაი იყო ეგეთ სერიალი მარიო გადასალვახე არა მარიო ჩიმარო არ თამაშობდა არა ვიცი ველურ კატაში თამაშობდა სახელს და გვარს გეტყვით თუგენ რა არის მან ერქვა ლუის მარიო საღოლ ბიჭებო ჩვენ ეგ დრო გამოვლი და მეტი არაფერი არ იყო და მაგრამ როსაურაზე დღეს აი ხანდახან არის ხოლმე როსაურა მესიზმრება ხოლმე მაგაში იყო როგორი იყო როსაურა ყველაზე ის იყო ნეიტრალური ის ხო ის იყო ეს კაპასი იყო რა არა რაღაცა მოიგონა არა როსაურა იყო ის როსაურა კი არა კასანდრა იყო არა თქვენ სერიალზე იძახით მარიო ჩიმაროში მომღერალი გოგო ვინც იყო ის იყო როსაურა ბარში რო მღეროდა ჩიმაროში მომღერალი გოგონა ბარში ვინც მღეროდა მე რომ მოკლეს მოკლეს კალები კი არა შენ უნდა გადამეიღე შენ რა მართლა გეუბნები ბარში ვინც ცეკვავდა როსაურა კი იყო როსარიო იყო როსარიო შეიძლება ამიტომ ეგრე კიდე მომწყინდა აი მომთავრებ ისედაც პარკინგის ხმა დაადე ხო მიგვაყენა ის რო დგებით უკუსლით რომ მივდივართ ისე მადლობა მაია თქვენ მადლობა ძალიან რთული დღე ძალიან გამიხარია შორიდან ადამიანები უფრო კარგები აღმოჩნდებიან ხოლმე ვიდრე შორი მაგაზე ვიდარდე რატო გეგონე ცნობი ტელევიზიის გამო კი ვიცი ხო იმიტომ რომ ტელევიზია მაშინ ჩემთვის ხო მე ხო ძალიან პატარა ვიყავი და მიუღწეველი იყო და ბუმბერაზე ადამიანი ხო და უცებ მოხდა რომ ეს ადამიანი შენ წინ დგას და გეუბნება რომ მნიშვნელობა არ აქვს ყავა დაასხეთ ისეთი როგორც გაქვთ ეგ ძალიან დიდი რაღაცაა რა თითქოს ინგრევა რაღაც აი ეს რაღაცები ინგრევა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ჩვენ მაყურებელსაც მიხვდებით აქ რა კატეგორიის ხალხი გიყურებს და მე ვთქვით რომ უბრალოდ კომენტარები
აი ეს თვალი გადაავლეთ და თუ წაგიყოლათ მე გააგრძელეთ. თუ არა და ეგრევე გაანებეთ თავი. მე მგონია რომ ბევრ სიყვარულს ნახავთ ამ კომენტარებში. უდიდესი მადლობა. მე ვიცოდი სადაც მოვდიოდი, ოღონდ აი გითხარით კიდევაც, როცა შევთანხმდით ინტერვიუში, რომ ხუმრობა და სიცილი აღარ გამომდის თქო და აი დღეს პირველად გავიცინე ესე საჯაროდ და ეს თქვენი დამსახურება მართლა და ისეთი მსუბუქი მივდივარ. მე რა რომ აწვიმს და ფეხები გამეყინა, აი ძალიან ისე გრძნობ თავს, კარგად. ხო და მომეწონა თქვენთან ყოფნა. ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის ეგ სიტყვები. მილიონი ნახვა. ესე ვთქვათ. დიდი მადლობა. ხო, ერთი წლის შემდეგ მილიონი ნახვა. კი ბატონო. გავაკეთო ესე? კი, აუცილებლად. აუცილებლად. მე არ ვაპირებ. მინდოდა რომ ეთხოვნა და აი დგას და აი ეს მექანიკურად გამოდის უკვე ნახვამდის როცა ვამბობ, აი ეს ან თავისით ხდება, ხელი თვითონ მიდის. ხო და ვაპირებ მეთქი აი როგორც გიტარისტი რომ მოდის ხომ არ ვეუბნები რომ ვითმე რომ გიტარაზე არაფერი არ აქვს ხო და აი მაგ ხელზე მეთქი გაჩუმდი არა არა თუ რომ გავაკეთეთ აუ აუ ახლა კარგად იყავით